ფორმულა 1 მშვიდობის სეტანკა სპორტსი და ვისოლი წარმოგიდგენთ გადაცემა ბოქსებს პაატასთან დალიოსთან ერთად. მანამდე გეტყვით რომ თუ გნებავთ ფორმულა 1-ს დაესწროთ ტრიბუნები და ნახეთ ევროპული ტურები матч-დეი ტურზე. მოგესალმებით, პირველ რიგში გეტყვით რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100% ნატურალური ენერგეტიკული სასმელი და დღეს გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი გიორგი მაჭარაშვილი. თუ ეს სახელი და გვარი არ გსაგეუბნებათ, უბრალოდ გეტყვით რომ მულტი 21-ია დღეს ჩვენთან. როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად ვარ. თქვენ როგორ გიკითხოთ? აი, რა ვიცი. ინტენსიური ბოლო 10 წლის მერე ცოტა უკეთეს ხასიათზე ვარ, თორემ მანამდე 68 წრე ცოტა იყოს. ქნარებას შევყევი. რთული იყო, რთულად. მიჩვეულები ხართ არა უშავს. დღეს განვიხილავთ მონაკოს გრან-პრის ტრადიციულად ჩამოუყვებით გუნდებს, ვიტყვით დღის ბოლელს, ჩვენსას გიორგიც გვეტყვის თავის დღის ბოლელს, აუცილებლად ნახავთ კითხვებს, თუ რა კითხვები გვაქვს გულშემატკივრისგან. და ასე შემდეგ ფენტეზისაც აუცილებლად შევეხებით, რომელთანაც შეხება პაატას მე მგონი დიდად არსებობს. შევეხოთ. ხო, გადაცემამდე ცოტა გიოსაც არ უნდოდა ფენტეზიზე შეხება, მაგრამ რო გაიგო ჩვენი ქულები, მე იყოსო ამოისურვა. იყოსო გადავიდეთ ფენტეზიზეო. წავიდეთ მონაკოში, დავიწყოთ ვარჯიშებიდან, მოკლედ მიმოვიხილოთ, სადაც ფერარი ჩანდა, რომ იყო ნომერ პირველი ბოლიდი, თუმცა შაბათის დილის ვარჯიშზე ანტონელიმ საერთოდ შეცვალა ყველაფერი და არა მარტო დილის ვარჯიშზე კვალიფიკაციაც მიაყოლა ზემოდან. ხო, მან თავარი იყო ალბათ ის კიდევ რო ვიცოდით რომ ზაფხულის პირველი დღიდან კუმუშვის კოეფიციენტზე უნდა ყოფილიყო ცვლილებები, ცივზე და ცხელზე უნდა შეემოწმებინათ. მე ყოველ შემთხვევაში ვერ ვნახე რაღაც ისეთი ინფორმაცია, რომ იქ შეამოწმეს, Mercedes რაღაც დარღვევა აქვს და ასე შემდეგ. უფრო ალბათ იყო ის რომ ეს რუხი ხვრელი დახურეს იმ ხრივ რომ შემდეგში მომავალში აღარ აკეთოს არავინ ესეთი რაღაც და ეჭვები აღარ გაჩნდეს. ფერარი იყო ყველაზე კარგი მართლაც ვარჯიშებზე და ამბობდნენ იმასაც რომ ამ კოეფიციენტის შემოწმების გარეშე თითქოს Mercedes უნდა ჩაეგდო მონაკოს გრან-პრი, არ იყო ეს მონაკო Mercedes-ის ტრასა, მაგრამ როგორ გამოდგა Mercedes-ის ტრასა, ესეც ვნახეთ. ანტონელი მიფრინა, იქ Verstappen-ი იყო მეორე ადგილზე კვალიფიკაციაში და მეორე მეორე ხაზში იყო მხოლოდ Hamilton და Leclerc და ისიც აღნიშნოთ რომ Leclerc-მა ისევ გადამწყვეტ მომენტში დაუშვა შეცდომა. არაფერი ახალი. მოგეწონა კვალიფიკაცია, სეზონი რო დავიწყეთ, თუ მაგას ვამბობდით, რომ კვალიფიკაცია რაღაც უფერული გახდა, მართლა ტექნიკის ხარჯზე გახდა ყველაფერი და აი მე მგონი ეს კვალიფიკაცია სეზონში საუკეთესო იყო. და ზოგადად მონაკოს კვალიფიკაციები ისეთია, რომ უნდა მოგწონდეს რა, მონაკოს კვალიფიკაცია თუ არ მოგწონს, ესე იგი არ მოგწონს სპორტი ზოგადად. ტექნიკასაც იმდენად დიდი უპირატესობა აღარ მიენიჭა და ნახეთ რაც მოხდა. ანტონელიმ იფრინა კვალიფიკაციაზე და გასლი იყო ათეულში. ვთქვათ რომ გავიწყოს. კაი, ბორტოლეტო ხარჯა. ბორტოლეტო კედელში. მეორე სეგმენტში გადავიდა სამაგიეროდ. თუმცა ბოქსებიდან გადაიტანეს. გადაიტანეს კი ბატონო. ხო, ჩვენ სანამ გუნდებზე გადავალთ, სტარტს შევეხოთ. სტარტი ძალიან ჩვეულებრივი იყო, ბევრი არაფერი შეცვლა, გასლიმ მოუგო ნორის პოზიცია და მაქსი. დანარჩენი არაფერი შეცვლა მაქსის გარდა, მაქსმა სამწუხაროდ ვერ დაძრა და რეალურად წაგვართვა ფორმულას გულშემატკივარს ის სანახაობა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ანტონელის წინააღმდეგ, ხო? დანარჩენი ანტონელი ვიცი ანუ ხო მაქსი რო გიდგას მეორე პოზიციაზე თუნდაც მონაკო იყოს მაინც ხიფათია ხო ყველა ვარიანტში წნეხია თან ახლა ანტონელისთვის ხო მანამდე ქონდა ეგ პრობლემები მაქს საბოლოო ჯამში სტარტზევე ჩაუხრა მანქანა ტექნიკური პრობლემები ქონდა და იქ სანახაობა მართლა როგორც შენ თქვი წაგვართვა უფრო ინტენსიური იქნებოდა სტარტი და დიდად სტარტი იყო ისევ ისეთი როგორცაც მონაკოში მიჩვეულები ვარ ზოგადად პირველი მოსახვევი ახლოს არის და ვერასწრებენ პილოტები რომ გაასწრონ ერთმანეთს და მე ანტონელის წნეხზე ვიტყვი რა ანუ იმდენად უყვართ ეს ბავშვი სადაც წნეხია არავინ არ წნეხავს საერთოდ ანტონელის ანუ რასელის გავდა ხო რა ეგეც რასელი იმდენად უკან დგას რომ აზრი არ არის იქიდან წნეხავს რამდენიც უნდა ეგ რასელს არ როგორ უნდა მაგის მათემატიკის მასწავლებელსაც არ უყვარს მაგრამ ხეირი მეკისის ინტერვიუ ნახეთ ბოლის მერე რა თქვა ისედაც ბოლო ძრავი იყო ესო ანუ ყველას აქვს შეცვლილი გრიძე ძრავი Red Bull-ის გარდა Red Bull-ის კონკრეტულად Max ძრავი აქვს შეცვლილი
ეს იყო ბოლოს მოკლეს ძრავი გადააგდეს ალბათ იმაში. აულში. როგორი უცნაური იყო, ხო, მონაკო, სადაც აგრეგატზე ამხელა დატვირთვა არ მოდის, ტექნიკური პრობლემები იშვიათია ხოლმე ძრავის მხრივ. რამდენი პრობლემა ქონდა ძრავებს თვითონ. კი, ბერმანს ქონდა, Verstappen's, Landos, კი. ყველა ძრავი გაფუჭდა, ხო? ხო. კი. ძრავები გაფუჭდა ამ შემთხვევაში. წავიდეთ, დავიწყოთ. ფერარის გარდა, ხო? ფერარის გარდა, ხო. ბერმანი, აუდის გარდა. არა, ხო. აუდი, ისე მაქსიმალური სიჩქარე რა გინდა, აუდის ქონდა 292. ეკნება თინიდან, საფარიდან ჩანს ის ტურბინა იმხელა. კადილაკით დავიწყოთ. პერესი იყო ათეულში, საოცრება მოახდინა ჩეკომ, თუმცა ჯარიმების გამო გადავარდა მე-15 ადგილზე, არა და შეიძლებოდა ამერიკულ გუნდს პირველი ქულა აეღო თავის ისტორიაში. ბოტას კი მუხრუჭებზე შეექმნა პრობლემა, რის გამოც დროზე ადრე გამოეთიშა რბოლიდან. ამხელა განსხვავება ორ პილოტს შორის გინახავთ სადმე, ანუ თან ვიცით რომ ორივე დაახლოებით თანაბარი დონის პილოტი არის. არა. არა? აღმოჩნდა რომ არა. ალბათ. ანუ მე მქონდა, ანუ ესეთი მოლოდინი არ მქონდა რომ ესე 40 წამს არავინ არ იტყოდა სეზონის დასაწყისში. რა თქმა უნდა, არავინ არ იტყოდა, მაგრამ მაგრამ მე მქონდა ეგ მოლოდინი რომ პერესი აჯობებდა, ჩვენ საუბრობდით მაგაზე ახსოვს და პერეს უფრო კარგ შანსს ვაძლევდით რომ აჯობებდა ბოტას. ამხელას ვერ ვაძლევდი. ხო, ამხელა ხო 40 წამი, ცოტა ბევრი და ცოტა არა ბევრი. ხო, რაღაცა ვერ მოირგო ბოტას გადაყვა მე მგონი ფოტოსესიებს. ბოლო ჯამში. ფოტოსესიაც არის და ფოტოსესია. მოდი ჩვენ ნუ გადავყვებით. ნუდები ბოტასის. ხო, ანუ ცოტა ტრასის გარეთ უფრო აქტიურია მართლა ვიდრე ტრასაზე და იმას არის საუბარი. ხო, თვითონ ამბობს ახლა რომ არსად გაშვებას გუნდი არ აპირებს და მხარში უდგანან და ეხმარებიან, მაგრამ ფორმულა 1 როგორ არის, ყველამ კარგად ვიცით, ერთი დღე გეფერებიან და მეორე დღე შეიძლება კოლტონ ჰერტას დაუქნიო ხელი და აღმოჩნდეს შენ ბოლით. ძალიან თხავი ყიდეთ, ხაგავყიდე იქნება, ეხა ჰერტა რომ მოიყვანონ. ამერიკელი მაინც იქნება და მარკეტინგულად რაღაც, მაგრამ ბოტასის მარკეტინგი კალენდარი, ხო. სხვა მარკეტინგი. ვალტერის კალენდარი. წავიდეთ მაშინ კადილაკიდან ალპინში, დიდხანს არ გავჩერდეთ კადილაკში და ალპინიც პოდიუმიდან ჩამოიყვანეს გიოს სამწუხაროდ, იმიტომ რომ ვთქვათ გიო პიერ გასლის გულშემატკივარია, მადლობა, როგორც იქნა ორნი ვართ. ხოჩა პატაც დღეშია. გასლი პოდიუმიდან მოხსნეს და გასლი იყო ძალიან უკმაყოფილო, ეგეც სუთხასიათზე გასლი, წითელი დროშების დროს რო იყო, არ მახსენდება. სუთხასიათზე იყო წითელი დროშების დროს და ბოლოს ინტერვიუზე კინაღამ ცრემლები წამოვიდა კაც. იმდენად გაუხარდა პოდიუმი, არ უთხრეს გუნდში. არის ცოტა ჯარიმები რო ქონდა მართლა. არ ნახე ის? წითელი დროშების დროს გაიგო. წითელი დროშების დროს გაიგო. არა, მანამდე არ გაუგია. წითელი დროშების არ იცოდა. ერთი ჯარიმა იცოდა წითელ დროშებში. ფინიშზე რო გადავიდა, ხელებს იქნებდა ყვიროდა. არ უმთხრეს. ჰაჯარმა არ იცოდა ზუსტად ვიცი, 5 წამზე მეტი რო ქონდა გასლის. ჰაჯარი ცდილობდა რომ 5 წამში შესულიყო, რეალურად 10 ქონდა გასლის. ის არ ცდილობდა თუ არ იცოდა, საიდან ეცდებოდა, ხო? არა და იყო შანსი მონაკო არის ეგ ტრასა, სადაც შეგიძლია მოწყდე, ხო, შემდევარს თუ სუფთა ჰაერში ხარ. ძრავი გაფუჭებული ქონდა ჰაჯარს. ხო, აი ეგ დამატებით. და მისდევდა ის პიასტრი ამბობ, ხო? და ხო ზოგადად დაიბნენ ხო გუნდები იმდენი ჯარიმა იყო და ვეღარ გათვალეს მე მეგონა მარტო მე და შენ დავიბენით არა ხო ანუ ამდენი ჯარიმა ზოგადად რბოლაზე არ მახსოვს და პლუს არ ვიცი მართლა რა გაჭირდა იმ ლიმიტერს ალბათ იმიტომ რომ 0-1-ს უჩვენებდა გადაცდენას კილომეტრაჟს და ანუ ყველას ეს ქონდა ის რომ ნახე რა ქვია გრაფოვი რამდენი დააჯამს ყველას გადაცდენა ქონდა 0-1 და გასლის ქონდა 0-4 თუ რაღაც მეორეზე ალპინი გამოვიდა და აუსვა ხაზი ალპინი გამოვიდა და პიტ ლიმიტერი გვეყენაო 59 ნახევარზეო 60 არის შეზღუდვა კი მონტაჟი და იძახიან რამდენად სანდო არ ვიცი მაგრამ არას თანაბარი პირობების გამო ტრასის ხორკლების გადავიდა და რაღაც მომენტში აბა ძრავი მეტად დატრიალდა და ოდნავ გადაცნობა ჰქონდა კომპიუტერს ესე საფარმა თავისი კორექტივები შეიტანა. ხო, ზოგადად პრობლემები იყო მაგ ხერ თუნდაც ლიმიტერის მხრივ, თუნდაც ტრასის მხრივ, არ ვიცი, მე ვნახე Sky-ს ქონდა კიდე დამალეს რაღაცეები, ავად სახსენებელ ადგილას, სადაც სტროლი და ლეკლერი დაიმტვრდნენ. და ანუ ჩავარდნილი იყო ასფალტი რეალურად და კიდე ეგეც რაღაცნაირად გადაფარესო, ასე ამბობდნენ ყოველ შემთხვევაში რბოლის დირექციამ და ცოტა ის ჭირდება ალბათ განახლება მონაკოს გრან-პრის იმიტომ რომ გორა ვერ გაასწორეს რამდენი წელია იქ ეს მარჯვნიდან როულია. სანამ ფერპინზე ჩახვალ ხო? ეს როულია.
რაც მახსოვს მონაკოს სულ ეგ გორაკი არის მანდ და მუდმივად პრობლემა არის. კოლაპინტოზე ბევრს ვერაფერს ვერ ვისაუბრებთ, მე 14 ადგილზე დაასრულა ფრანკომ და წინარბოლებისგან განსხვავებით ცოტა ჩამქრალი იყო. ბალანსი ვერ იპოვა, გუნდი გამოვიდა და ეგ თქვა და ისედაც მონაკო რთული რბოლა არის, ყველა ვერ იდგებს მონაკოს ტრასას, ამიტომაც ვინც ირგებს, კი, ავიდა პოდიუმზე, კი აღამ. კი ბატონო, გასლი, არა, გასლი ოკონი ხო იყო პოდიუმზე. არა, ზოგადად ორივე კარგად გამოდის ხოლმე მონაკოში. ორივე არა მოდი. შემოდი შედეგობრივად ვისაუბროთ, ერთ პოდიუმი აქვს ალპინისტვის ერთადერთი მონაკოში. მეორე ბევრი ეცადა, მაგრამ ოლივიე პანის აქვს მოგებული საერთოდ მონაკო ლიჟიეთი, მართალია. სამი მანქანა დაამთავრა, მაგრამ არა, რბოლის მიმდინარეობისთვის რო უყურებთ პანისი ძალიან სწრაფი იყო, ყველაზე წეოდა ასწრე, პირველზე იყო რო ეთიშებოდა ხალხი, ამიტომ ბორტოლეტოსავით არის. წავიდეთ მაშინ აუგიში და ბორტოლეტოსთან. ბორტოლეტოს ძალიან რთული უქმეები ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ვარჯიშები კარგი იყო, ორივე აუდი უკვე კვალიფიკაციაში ვეღარ მოახერხეს უპირატესობის მოპოვება ბორტოლეტომ საერთოდ დაამტვრია თავის ბოლდი S-ში მე-11 მოსახვევში. იქ მარტო ბორტოლეტომ ქნა ხო ამჯერად? და ხშირად ხდებოდა ეგ. ჩვეულებრივი სიმულატორის ავარია იყო. და ჰულკენბერგს ძალიან კარგი სტრატეგია ჰქონდა. ადრევე გამოიცვალა საბურავები, პირველ ადგილზე აღმოჩნდა იმ მეორე ჯგუფში, რომელიც ბოქსებში იყო შენასვლელი და უბრალოდ ვილიამსის სტრატეგიას შეეწირა ჰულკენბერგი და რესტარტის მერე ვინ შეეწირავის კარგად და ამოუვიდა ალბათ ხელში და პირდაპირ საინს შეასკდა ჰულკენბერგი ჰერპინში გრანდ ჰოტელის მოსახვევში და მიიღო ჯარიმა, თორემ მერვეზე დაამთავრა ჰულკენბერგმა. საბოლოო ჯამში აუდისთვის არ გამოვიდა კარგი უქმეები, ნუ რაც დაემართა ბორტოლეტოს გასაგებია, მეორე წელია ბორტოლეტო ფორმულა 1-ში თუ სერიოზულად ვისაუბრებთ ამაზე. და ხო ეგეთები მოსდით ხვებსაც, მოსვლია ხვებსაც და ასე შემდეგ. ძალიან შემეცოდა იმ ხრივ, ძალიან განიცდი და გუნდი დავაღალატეო და ასე შემდეგ. ჰალკი პლუს ამას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს მონაკოსი, კვალიფიკაციაზე ძალიან კარგი იყო და სტრატეგიულად მართლა სწორად მოიქცნენ, უბრალოდ რაღაცეებმა აღარ მისცა საშუალება, რომ ეს სტრატეგია ბოლომდე მიეყვანათ, ხო? ის წითელ დროშებზე გაჩერებული რო იყვნენ სამი ძალიან თკმილად რო ლაპარაკობდნენ ერთმანეთში და აკვირდით მაგას. ხო, ალბონინეს. მანამდე ცეცოფებს ყრიდა იმაში ბოლოში. რაც გააკეთა ალბონმა კი ვნახეთ. კი, ჰულკენბერგი მე-13, ბორტოლეტო მაინც ერთ ნაბიჯში იყო ქულებისგან მე-11 ადგილზე, თუმცა ყველა ჯარიმა მიიღო. 11 გაჩერებული ჯარიმას მიიღებდნენ 7 ნაბიჯში. ჰაასში წავიდეთ, უფერული რბოლა ბერმანს, პრობლემები მთელი უქმეები, საბოლოო ჯამში ძრავზე შეექმნა პრობლემები ოლის და გამოეთიშა დროზე ადრე რბოლა, სამაგეროდ ესტებან ოკონმა აიღო 2 ქულა გილოცავ. გამარჯობა. მაგრამ გასლი მაინც წინ იყო მე-7-ზე. ოკონი მე-9-ზე. ოკონმა ძალიან 8 პოზიცია მოიგო ამასობაში. კი, არა, ოკონსაც იგივე სტრატეგია ჰქონდა, რაც ჰალკს უბრალოდ მონაკო იცის. კი. უბრალოდ უფრო მოთმინებით შეხვდა ვიდრე ჰალკი და დარჩა იქ საბოლოოდ აიღო 2 ქულა. მონაკო ხო ეგეთი ტრასა არის, რომ უნდა გრძნობდე და უფრო გრძნობაზე არის დამოკიდებული ვიდრე მანქანის სიჩქარეზე რა. კი. კი, დანირი თუ მანქანის სიჩქარეს არ არის ეს ოკონის ტრაპი და რა. ხო, ჰაასისგან მეც ახლა მეცველოდი. ფერარის ვარჯიშები რო ვნახეთ, აი ზუსტად ეგ თქვით ჩვენ, რომ ხო ყველგან გავს ფერარის ჰაასი და აი აქ იყო პირიქით რადიკალურად სხვა ჰაასი. ანუ იდეაში პატარა ტურბინა იმაში ეხმარება, რომ დაბალი სიჩქარიდან კარგად მალე გავიდეს ბუსტზე. და აქ ვერ გადიოდა, ხო რეალურად ჰაასი იყო, ალბათ ასტონის და კადილაკის შემდეგ ყველაზე ცუდი ბოლდი მონაკოში. მანდი იყო სადღაც. კი. წავიდეთ, აი უკვე ტრიუმფეთან, ტრიუმფალურ პილოტებთან, Racing Bulls-თან, ანუ მე ბელიგა მაქვს ხედველობაში ლოუსონის და ლინდბლადის რბოლა იყო, არ ვიცი, ანუ რაღაც მეგარბოლა ქონდა Racing Bulls. ლოუსონი საერთოდ არ გვინახავს, კადრში მიუხედავად იმისა, რომ ხუმრობდით ჩვენ, რომ პირველი ალბათ თუ ვინმე რამეს იზამს ეს ლოუსონი იქნება თქო. 0 ჯარიმა. არც ოკონს და ას ლოუსოს ჯარიმა. ოკონის ხალი რასელს გადაესხა.
არა უშავს. ყველა ჯარიმა მიიღო, რაც შესაძლებელი იყო რასელმა. ლოუსონი არ გამოჩენილა ძალიან სტაბილურად იარა დაასრულა მეხუთე ადგილზე და 10 ქულა აიღო ხო Racing Bulls-ისთვის ეს მისწრება. Racing Bulls-ი დაიწია თუ გაასწრო საერთოდ ალპინს. ალპინს ვერ გაასწრო. ხო, მაგრამ ძალიან მიუახლოვდა. არ ვიცი, ლინდბლადისთვის იყო დებიუტი თან მონაკოში, პირველად იყო ამ ტრასაზე და ავლენს ისევ იმ ნიჭს, რასაც ვამბობდით სეზონის სტარტზე, რომ ეს ბიჭი ძალიან ნიჭიერია, ძალიან კარგია. კი, იყო გამართლება, რომ მე-15-დან დაიწყო და მე-8-ზე გავიდა, ხო თუ არ ვცდები, აღარ მახსოვს, იმდენჯერ აირია ის ცხრილი, აღარ ვიცი რომელზე გავიდა. მე-6-ზე ხო? ლინდბლადი მე-6-ზე. ხო, ლოუსონის უკან. და გაუმართლა იმაში, რომ ეგ იყო შანსი ელოდებოდნენ უსაფრთხოების მანქანას ლინდბლადის შემთხვევაში და ზუსტად მოუსწრო ამ წითელმა დროშებმა დარჩა იგივე პოზიციაზე შეცვალა. წითელი დროშების დროს საბურავები და მინი დუბლი გააკეთა, ასე ვთქვათ, Racing Bulls. დუბლი იყო ხო, ჯანმრთელობა. დარჩენილებიდან საუკეთესო. კი, ლოუსონი. Racing Bulls ეხერხება ზოგადად ეგ სადმე თუ ეგ თან მონაკო. ბევრ ქულას თუ იღებენ ერთად, ხო შაშან ძალიან კარგები იყვნენ. სადმე ბევრ ქულას თუ იღებენ, ესე იგი რაღაცა მღურიეს წყალში თევზი დაიჭირეს. კი, ნახდათ ეს არის, ბრავო, ლოუსონს და ლინდბლადს. ხო, იმაზეც იყო საუბარი, რომ ლოუსონი სუსტია, ვერ არის კარგი, თუმცა პირიქით ამტკიცებს, ბოლორბოლებია, ლოუსონი მუდმივად ქულებში არის და გასლის ალბათ თავარი საფრთხე ლოუსონისგან აქვს და ბერმანს ჩემპიონატში. ჯერჯერობით ასე ჩანს, თან პლუს მაგას ხო ჰელმუტ მარკო აღარ არის, ამ ხელას ნეხი ეხსნება, ხო ზურგს უკან როს უნდა არ გესმის ის კაცის. ძალიან ბევრი. ჰელმუტ მარკოს ახლა კაფე აქვს გახსნილი რა. კი, განსხვავებული. მანჩას TikTok-ზე ვნახე რაღაც მანჩას. საინტერესო თანამშრომლები ყავს. ის სამი. კი, სამი. ჰელმუტ მარკო თავის სტიქიაშია უკვე. ხო, ეგ უბრალოდ ჩვენ მე არ მეგონა რომ ეგ მაგის სტიქია შეიძლება და ყოფილიყო. მანჩათი და პირობებში აღმოაჩი სადაც არ წარმოგიდგენია შენი თავი. ლიამ ლოუსონი არის გასლის მერი ალბათ ერთ-ერთი ტიპი, ვისაც ქვედა სერიებიდან ვეწურავდი რა. ლიამ ლოუსონი არის ჩემი მოყვანილი ფორმულა 1-ში. ჰაიტეკიდან მოყოლებული 21-ში, მაქს რო ბოტასები ათხოვარ ბოლაზე. ხო. ბაკოში ათხოვა, კი. ეგ ჰაიტეკი იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდი ფორმულა 2-ის ისტორიაში, რაც ფორმულა 2 რებრენდინგი გააკეთა. აი, თან მაგ დროს მე მგონი ახალი შექმნილი იყო თან ჰაიტეკი. მაგ ბოტასი ჩაარტყა მაქსიმუმ საბურავში. კი, აზერბაიჯანში. კი, ერთადერთი ვინც მახსენდება ხა მაგაზე ძლიერი გუნდი იყო 2 წლის წინანდელი პრემა, ოლი და კიმი რო ყავდათ და აუ მონაკოშია გადასწრებები ჰქონდათ. და რა საშინელი შედეგი ჰქონდათ. ხო, პრემა ზოგადად ძალიან გაფუჭდა. ყველა სერიაში და გაკვეტრების პირასანიან მე მგონი. მიგ შუმახერმა მოიგო ბოლოს პრემატი. შუმახერმა დაასვა დაღი. ო რაგვარი იყო ის დამავიწყდა უქსი ხო მე მგონი ჰაიტეკიდან წამოიყვანა ალპინმა. ისევ ჰაიტექშია ხა. ხო და ისევ გადავიდა მე ჰაიტექს ცოტა ხანი იყო. კი, ძმა დაუჭირეს. რატო? არის დეგამდები? აბა მოყევი. რაღაც მახსოვს. უშემატკივარმა არის ეს. უშემატკივარმა ჩემმა მაყურებლებმა იციან ყოველ შემთხვევაში მაგ მაგაზე ვიდეო რუსებს ეხმარებოდნენ ფულის გათეთრებაში ჰაიტექში. ოლის ძმა. ხო, მან ჰაიტექის ფლობელი ხო მოხდა. ეს არის კვიპროსში კონდათ კომპანია დაარსებული კვიპროსიდან თანხის გადარიცხვაზე ადრესატი არ უთითებენ. ყაზახი ფლობელი ყავდა მე მგონი იმას ჰაიტექს და ყაზახი იყო შეკრული მერე იმასთან რუსებთან. და მერე მოვიდა ვანდამი და მერე იმას ხმესავნა ყველა. წავიდეთ ვილიამსში, არ ვიცი ვილიამსმა ალბათ ბევრი ჰეიტერი შეიძინა გუშინდელი ერბოლის შემდეგ, რასაც ქვია შენებლობა გამართეს მონაკოზე, საოცარი ჟოზე მოურინიოს ავტობუსი ჩააყენეს საინსმა ჩააყენა, შემდეგ ალბონს თხოვდნენ, ალბონი ჩხუბობდა იქ ბოლიდიდან. თუმცა საბოლოოდ ალბონს გაეპარა ლინდბლადი ავტობუსის კარები გაუღო გაეკცა ბავში რო გაეკცევა იმიდან კარებიდან ბილეთოთ რო შევარდება სადღაც ეგრე გაიქცა ლინდბლადი და საბოლოოდ დაისაჯა ხო ვილიამსი ნიკო ჰულკენბერგმა დასაჯა პირდაპირ ჯერ მე ფრანკო კი ანუ ორ სამ მოსახვევში საინსი გავახეს ფაქტიურად ჰულკენბერგმა და კოლაპინტომ და საბოლოოდ საინსი გამოეთიშა ალბონი მერვე პოზიციაზე დაასრულა ალექს ალბონმა არდა მეტი ქულის აღება შეეძლო ვილიამს თეორიულად შეეძლო რომ ლოუსონის უკან ორი ვილიამსი ყოფილიყო არა და მან საინსის ბრალი საერთოდ არაფერი არ იყო ხო ნუ გასაგები აქვს ჯეიმს ვაუსის ის იყო ტაქტიკა და სტრატეგია
რაც ჩემი აზრით ძალიან ცუდია ამ დროს არ ვიცი გულშემატკივარს პატივი უნდა სცე ჩემთვის ძალიან ამაზრზენი სანახაობა იყო პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი მადლობა ხო ანუ არ მომწონს ესეთი რაღაცები რას ქვია გავიგე რომ ტრანსა გაძლევს საშუალებას რომ ასე დაბლოკო და გასწრება არ არის და ეპოტინებიან ყველა ქულას მაგრამ არ ვიცი ფორმულა 1 პირველ რიგში გულშემატკივრის სპორტია მაინც გულშემატკივარს უნდა სცე პატივი ყოველ შემთხვევაში როგორც თვითონ იძახიან ხოლმე და რაღაც ეს ცალკარას თამაში რაღაც არ ვიცი რა დავარქვა რასთან გავავლო საერთოდ პარალელი ძალიან არ მომეწონა და ეს იყო მართლა კარმა დაისაჯნენ ამ ყველაფრისთვის იქ ალბონმა თქვა რომ პრობლემები ჰქონდა აჩქარებას ვერ იღებდა და ლინდბლადმა ამიტომ გამასწრო გასაგებია ეს ყველაფერი მანდაც დაისაჯნენ და ხო საბოლოო ჯამში ჰულკენბერგს ამოუვიდა მართლა ყელში ამათი დევნა ჯერ საფიფათო იყო ანუ ძალიან ახლოს მიდიოდნენ ერთმანეთთან და ეს ამოუვიდა ჰულკენბერგს ყელში რა აქ თუ ბარემ იქ დავიმტრევი აქ თუ ვიმტრევიო და ნუ გაისტუმრა კენში დაატრიალა ხო ვინმეს თუ უნდა აიღო ეხა უილიამს და ყველა ერთი ტიპი უნდა ყოფილიყო ალბონი იმიტომ რომ მთელი უქმეები ჯობდა საინს კი ამჯერად ალბონი ჯობნიდა საინს თუმცა ხო ვიცი სეზონის ბოლოს ნახოთ როგორ დასრულდა შაშა ხო ჯობა ალბონმა არა საბოლოოდ საინსმა ჯობა ბოლორბოლებიდან გამომდინარე მე მგონი ალბონმა უფრო ზემოთ დაამთავრა მე მგონი მაინც ალბონი იყო ცოტა არ მახსოვს ხო ალბონმა აჯობა კი ორი პოდიუმი ჰქონდა საინს და ალბონმა მაინც აჯობა სეზონი დაიწყო ალბონმა ძალიან კარგად კი ბევრი ქულა მოაგროვა სტაბილური იყო რაც თქო კი აი ზუსტად ეგ იყო და უბრალოდ ჩემთვის წინა წელს ვამბობდი კიდეც რომ ალბონი არის თქო საუკეთესო დანარჩენებიდან ანუ ინტენად მაგარი ნახევარი ქონდა იყო კიდევაც ალბონი ხა მაგარ სტატისტიკაზე გადის ორ ბოლაში მე მგონი ყველაზე მეტი რბოლის ჩატარება იქნება უილიამსში ხო ალექს ალბონს 22-დან არის ხო? უილიამსი რეალურად ეგეთი გუნდია, ჩემპიონი რო ხდებოდა პილოტი, აკდებდნენ გუნდიდან. ორგზის ჩემპიონი არ ყავთ. ორგზის ჩემპიონი არ არის კი. ნაიჯელ მენსელს ჰქონდა შანსი. მენსელი უყვარდა. მენსელი უყვარდა. ხო, მაგრამ იქ 6-ში რომ მოიგო შეიძლება 12-ში არ ყოფილიყო. ხო და მაგას ვამბობ, ანუ ერთგზის იქნებოდა მაინც. უბრალოდ რო გაეწევა რა და. კი, შეიძლება მართლა არა ფრენკ უილიამსი ძალიან ხისტი იყო ამ შემთხვევაში დეიმონ ჰილი როგორ გააკეთა გუნდიდან ჩემპიონის სტატუსში საერთოდ უგუნდოდ კი ნაღამ დარჩა დეიმონ ჰილი ეროუსში მოუწია გადასვლა საბოლოოდ დეიმონს უილიამს ხომ მაგას აწვებოდა რომ ჩვენთვის თავი არის მანქანა კი მანქანას გავაკეთებთ და ყველას მოვაგებინებთ კი მოვაგებინებდნენ წავედით უილიამსიდან ლიდერებში უკვე და დავიწყოთ ფერარიში და არ ვიცი თქვენ მოყევით ფერარიში ალბათ მთავარი ჰაილაიტი არის ის რომ ტაშიანი იყო ბოლაზე. კარგი ჰაილაიტი ეგ არის. კარგი. ჰამილტონის მეორეც კარგი ჰაილაიტი არის. ხო, არა, მაგებს თავი დავანებდა. ლუის ფრეშბრია. უთხრა შემოდიოდა შევიდა. ხო, ნუ ლუის რა უნდა ექნა. პირიქით ლუისისთვის ძალიან კარგად მოხდა ის რაც მოხდა. აქ უბრალოდ გაუგებარი იყო. რატო შეიყვანეს შარლ ლეკლერი? არ ვიცი, ვეცდები ჩემებური ახსნა უყოვა ყველაფერს. გამართლე მაქსიმალურად ეცა. ხო. ერთადერთი ხო რამდენად კარგად გაამართ. ხო, მე თქვენ მითხარით რამდენად ჰალუცინაციები მაქვს. იმიტომ რომ აი გავიგე სხვა ტრასაზე, ანუ იდეა, ჩემი აზრით იდეა რაში მდგომარეობდა ლეკლერის შეყვანის, რომ ლუისი როცა გამოვიდოდა მესამე პოზიციაზე და იქნებოდა შარლის უკან, იქნებოდა შარლი გამოყენებული ჰარდით, ლუისი იქნებოდა სოფტით და ლუისი შეაწუხებდა ლეკლერს და ფერარის ექნებოდა თავის ტკივილი, რომ ლუისი ეტყოდა, რა თქმა უნდა, მე უფრო სწრაფი ვარ და გამატაროს. სადღაც ეს აიცილეს თქო თავიდან. ეს ერთი ჯანიმა რომ უნდა მოეხადა ლუის და სწორად შევიდა, ანუ ლუისთან საერთოდ ნული. ლუისმა რა დააშავა არაფერი. ხო, შეიძლება ამის გამო შეიყვანეს მოკლედ ლეკლერიც. ანუ პლუს ამას რატო შეიძლებოდა რომ ლეკლერი არ შეეყვანათ? ეს არის მონაკო, სადაც არ ვიცი, ხისტი ტიპის საბურავი რომ დაიწყე ბოლომდე გეყოფა კიდე პლუს 20 წრე რომ დაგიმატონ. პირველივე წრეზე შეცვალეს საბურავი. ალონსოსაც უმილია სამში მე მგონი. არა, 23-ში იყო 2-ში. ხო, ანუ მონაკო გაძლევს ამის საშუალებას. და ლეკლერ შეეძლო ბოლომდე ევლო, არავინ არ გაიშვა, წინ რომს გაიშვა, შეიძლება ვერ გაესწრო, ვერ ასწრებენ, ერთმანეთს ვერ ატარებენ, ხო? გაჩერებული იდგა უილიამსი. ერთადერთი გავამართლებდი ეს რომ ყოფილიყო სხვა ტრასა, არა მონაკო, სადაც მართლა წირო ხარ გამოყენებული ჰარდი და უკან ვიღაც მოგზდებს სოფტით, კი, გაგასწრებენ და შეიძლება სხვებთანაც დაკარგო პოზიცია, მაგრამ არ ვიცი მონაკოში მეორე მესამეზე ხარ და შეკავს ორივე არ ვიცი, გადაზღვევაც არის და იდიოტიზმიც. მე ვერ ვხსნი. თან შარლის მხრივ, ანუ შარლი რატო იყო ესეთი გაბრაზებული, ხო? როდესაც ბოქსები მოიხადეს, ლეკლერი აგებდა ლუისთან 14 წამს.
ზუსტად მახსოვს, რომ გამოვიდა და მისი ამოცანა იყო შარლისთვის ლუისის ჯარიმიდან გამომდინარე, რომ შესულიყო 5 წამიან გებში, ხო? შევიდა 2 წამიან გებში. ანუ 12 წამი ამოიღო და ეს 12 წამი ხო იარა არა პიკზე იარა მონაკოში იმის ხიფათით რომ შეიძლება დაეზიანებინა ბოლიდი და ანუ მივიდა თავის პროგრამა მინიმუმი შეასრულა და უცებ შეყავთ ბოქსებში და ამ ყველაფერს უკრობენ. შალს მეორედ გაუკეთეს ეგ 22-ში. წინ რომ მანქანა შეუყვა, საინსი რო შევიდა ჯერ და მე თვითონ რო შეყვა. ცნობილი რადიო რო არის რო ღრიალებს, ზუსტად იგივე გაუკეთეს. დააყოვნეს ჯერ დააყოვნეს და მე რა გაუკეთეს. შალს აკლია, რეალურად აკლია ცოტა მეტის თამამე და სიხისტე გუნდის მიმართ. ანუ აი ეს მენტალიტეტი, რაც არ უნდა ნიჭიერი იყოს, სწრაფი იყოს, აი როგორც კი აიჭრება ამ თავრებს კედელში, მუდმივად. ეგ მაინც არ ვიცი ხო ამ უხრუჭებზე საუბრობდა კანადაშიც იგივე პრობლემა ჰქონდა და არ ვიცი ლუისი არის გადასული სხვა მექანიზმზე უხრუჭების მხრივ შალი აპირებს ესპანეთიდან იგივეს გაკეთებას ანუ ლუისის გადაწყვეტილების დაკოპირებას სხვა შორის იმ დროს როსბერგის პოდკასტს უყურე სადაც ძალიან საინტერესო რაღაცებს ლაპარაკობდა ზოგადად ძალიან კარგი პოდკასტი გამოვიდა დინოზე ილაპარაკა კიდე რომ საღებავი ააძრო ჩაფხუტიდან რომ რამდენი 1000-ები ქონოდა ხო 80 გრამია აფხიკა ჩაფხუტიდან და აღარ იყო მთლიანად საღებავიანი და ისაუბრა იმაზე რომ ბოდიში მერსედესში ქონდა ლუის ასეთი გადაწყვეტილება მუხრუჭებით ქონდა ძალიან დიდი უპირატესობა და როსბერგი იმას ამბობდა რომ მეც რო გადმოვიტანე ჩემ მანქანაზე იგივე ანუ იმედენად ხელოვნების დონეზე ყავდა ლუის აყვანილი მუხრუჭის გამოყენება რომ მაინც ვერ ჯობნიდიო რა და აქაც არის ხო ეს ნიუანსები მაყურებელი ვერ ხედავს ამ ყველაფერს ხო ვიღაც დაინახავს რომ ლეკლერი მოცურდა ფარით სტარება რაღაც იქ ლუისი ვერ დადის ხო იტყვის რომ ხო დაბერდა და უნდა წავიდეს და რამდენი ნიუანსია ესეთი ამ ყველაფერს გარედან ვერ ხედავთ რა გუში შალი მე ვფიქრობ რომ მართალი იყო როცა კი გაცხარებული იყო და ამის გამოც თქვა რომ ჩემ თავზე არ ავიღებ ამ ყველაფერს დავიღალე და რაღაც უნდა გამოვასწოროთ მაგრამ სადღაც მაინც მართალი იყო პლუს ამას აი ცოტა რა არის კიდე იცი გუნდის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ ამ გადაწყვეტილებას რა რა მნიშვნელობა ქონდა ახლა გუნდისთვის მეორეზე ერთი გავიდო და თუ მესამეზე ხო აი ეგ იყო მთავარი რა გუნდმა ითამაშა გუნდურად და ბოდიში და სულ დაიკიდა ერთი გავიდო და მეორეზე თუ რომელი აიღებდა მოკლედ ორ ქულაზე მეც ზედმეტი თავის ტკივილი მოიხსნეს იმ ხრივ რომ სტანდარტულად შეიყვანეს ორივე გამოიყვანეს იგივე პოზიციებზე და უბრალოდ შალს კიდე ის ქონდა გასამართლებელი რომ რბოლის წინ დირექციამ სთხოვა რომ არ უნდა შეენელებინათ პიტლეინზე ბოლიდები და ამას ძახდა რომ ჯარიმა არ უნდა მიმეღო, ამიტომ ისე ვინც არ შეანელა კიდე ჯარიმი. ოღონდ შეანელეს ხო რა სამბო. კი, ბევრი დაჯარიმდა. საბოლოოდ ჰამილტონმა ძალიან მაგარი რბოლა ჩაატარა, მოდი ვთქვათ, ეს ანუ ერთადერთი იყო, ვინც რაღაც დროს მაინც უახლოვდებოდა ანტონელის. შეცდომა არ დაუშვია ხო? შეცდომა არ და ერთადერთი იყო 15 წამამდე ჩადიოდა ერთ. კი, ჯარიმა იყო, რომელიც მიიღო, თუმცა ეგ ჯარიმაც მე მაინც ეჭვეს შევაყენებ იმდენმა მიიღო პიტლიმიტერის გამო ჯარიმა რომ აქ მე მგონი პილოტების ბრალი არ იყო არ ვიცი ანუ ხო ამდენი არ მახსენდება მონაკოში რომ იყოს თქვათ კარგი მონაკოში წინა წელსაც იმის წინა წელსაც რომ სულ ესე ხდებოდეს და ჯარიმებს იღებდნენ იტყვი რომ ხო რა მონაკო სპეციფიკიდან გამომდინარე მაინც ესე იღებენ მაგრამ პირველად მოხდა ეგეთი რაღაცა 6-7 ძახილის ნიშანი მქონდა წითელ დროშაში 5 მანქანას რო ემართება ცოტა რაღაც კომპლექსურთან გაქვს საქმე ხო როგორ შეიძლება ერთ რბოლაში ანუ მან დაუშვას რო დამარხო ალპინმა 3 პიტი გააკეთა და 3-ვეზე იგივე პრობლემა ჰქონდა თან ეს პიტი ჩხარი არ ყოფილა ყველა 3 წამზე მიდიხიანი იყო ალპინი აქვს თავის ტკივილი ჯერ იყო რედბული მე ალპინი და ხო ნუ მოკლედ ხო ლუისმა ერთ-ერთი საუკეთესო რბოლა ჩაატარა ალბათ თავისთვის და ზოგადად აიტონ სენას გაუთანაბრდა ხო პოდიუმებით 8 პოდიუმი აქვს უკვე ორივეს და ლუისაც ხო დაეწივნა ხო 5 მაგაზე მე მოკლედ ფერარის არ ვიცი ისევ კრიტიკა, ისევ პრობლემა, ისევ ლეკლერთან რაღაც გაუგებრობა, მოკლედ. არა და ლეკლერმა მოაწერა ხელი კონტრაქტთან, არ ვიცი, სიცოცხლის ბოლომდე. თავი აქვს ეშმაკისთვის მიყიდული, რომელიღაც გზაჯვარედინზე და მაგას იმკისე ხო. შენ თუ ფერარი შეიქნები, მაგრამ რაღაცა მინუსებიც ექნება რა. წავედით Red Bull-ში, რაღაც ორმაგი ემოცია ექნებოდათ ალბათ.
Max Verstappen-ის საძავილ მოწყობილობაზე პრობლემა და ვერ დაძრა ამ ბოლიდი სტარტზე და მან როგორ გადარჩა ხო ვინმე რო არ შეასკდა უკნიდან მარცხნივ გადაუხვია მაქსიმუმ კი მაქსიმუმს გადაუხვია მარცხნივ თუმცა ბრავო უკანა ბოლიდებს რომლებმაც სწრაფი რეაგირება მოახდიეს თუმცა გასლის ჩოგბურთის ბურთები მახსენდება სულ რა რეაქცია აქვთ პილოტებს აქედან გამომდინარე ლინდბლადი და ჰაჯარი იმაში გვირაბში ხო დაიხურა ეგ ტრენდი მაგის. აჯარმა ისეთი სეივი გააკეთა რომ არ ვიცი. და ზუსტადაც რომ ჰაჯარი მესამე ადგილზე რომელსაც ომი ქონდა ხო ბოლიდთან თელი ვიკენდის მანძილზე. პირველ ვარჯიშზე რაც დაიმართა, იქ ძალიან უცნაური ავარია იყო ზოგადად. ეგეთი ავარია გახსოვთ მონაკოში? ვის ავარია ბოდიში? ჰაჯარის. აი აუზის სექციაში მან ხო ყველაზე ნორმალური ავარია არის რომ მარჯვენა ბარიერს ეკუთვნა მერე კერბზე ადიხარ და ეჯახებს იმ მანქანას 4 გაგდებს 45 გრადი მაქსი რო დაინტრა ორჯერ ზედიზეთ ერთ წელიწადში აი ავსტრალიაში გახსოვთ მაქსს რო დაემართა იგივე Red Bull-ზე სეზონი რო დაიწყო იმის ელემენტის გამო აი რაღაც მსგავსი ფლეშბექი მქონდა ზუსტად იმიტომ რომ მან ეგრე არ წყდებიან მართლა მოსახვევი გავლილი ქონდა უკვე წინანაც მარჯვნივ წავიდა უკანა მარცხნივ და შევიდა 90 გრადუსით დაეჯახა ბარიერს ანუ ძალიან უცნაურად დაიმტრა მან მართლა ეგრე არ იმტროვიან თუ იმტროვიან კლასიკური არის ეგ კერბიდან გაგდებს და ტეხავ დაკიდებას რაც გვინახავს მილიარდში კი ეგ ბევრჯერ ყოფილა ნამდვილად ჰაჯარის ეპიზოდს იძიებდნენ კიდევაც რბოლის მერე და ჰაჯარსაც თვითონ ქონდა ის შეგრძნება რომ აი ეხლა მომხსნიან პოდიუმიდან ეხლა მომხსნიან თუმცა საბოლოოდ რადგან ლუის ჰამილტონიც არ დააჯარიმეს ჰაჯარზეც აღარ მიიტანეს ეს ჯარიმა და მიულოცოთ ისაკს პირველი პოდიუმი რედბულში. ხო, მან მთავარი ის იყო ჰაჯარის შემთხვევაში, რომ ხო რაზე აჯარიმებდნენ ეგეც თქვა, ხო რომ 10 მანქანის корпуსი არ უნდა ჩამოშორებული იყო უსაფრთხოების მანქანის დროს და ახსნეს მაგით რომ მანქანა ისედაც ვიცოდით ხო ყველამ დაზიანებული იყო და ვერ ახერხებდა მიახლოებას ეს გასამართლებელი იყო ვიდრე რედბული. კი. ჯამში მაინც დაინდეს ასე ვთქვათ ისაკი და მე ძალიან გამიხარდა რომ ავიდა პოდიუმზე პოტენციალი აქვს ამ ბიჭს. აბა გასლიზე კითხები. მე მკითხე რა პოტენციალი. და პლუს ამას ძალიან მინდოდა რომ ისაკი არ ყოფილიყო რედბულის მორიგი მსხვერპლი და მაგაზე ვსაუბრობდით ჩვენ რომ ეს რეგლამენტი შეიძლება ძალიან დახმარებოდა ჰაჯარს და არსად არ გამხრავა მოკლედ არ ის მიმირო არის ხო იცი ღრუბლებში რო ეძახიან მოდი შემოგვიერთიო რიკი ამ დოდა საინტერესო ინტერპრეტაცია იყო ეხა რასელი რო დაემატა კი ჯორჯი დაემატა მაგათ ფოტოშოპი ჯორჯი რო არ შეიძლება ვერც გაგვეგო რომ ჰაჯარი უსაფრთხოების მანქანაში ჩამორჩა ხო იმიტომ რომ იქ თვალები იქ ქონდა ჯორჯმა მოკლედ ჰაჯარზე შეუძლია რაღაც ბიოგრაფიული წიგნი დაწეროს და მარჯვენა საბურავი რანაირად დაინახა რომ უცნობი არ მოსახვევში შეეძლოთ თაბაგარმა გადაიღო იმ დღეს ფოტო ჰულკენბერგი როგორ უყურებს მონიტორს წარების დროს პლუს ამას ალონსოა ამის სპეციალისტი ბოლას უყურებს ჩვეულებრივ ალონსო მე მგონი ეს უბრალოდ დადის და არა ეხლა პრინციპში აქვს მაგის დრო იმდენად ნელია ასტონი რომ შეიძლება საერთოდ პრობლემოთ უყურებს მონიტორებს. წავედით რედბულიდან მერსედესში. მერსედესშიც ორი სხვადასხვა ემოცია, ხო? ერთ ფარაში. ასტონზე ვილაპარაკეთ. ასტონზე ვილაპარაკეთ კი. ასტონზე არ ვილაპარაკია. ხო, ასტონი გამორჩა. ასტონზე დაუბრუნდეთ ბოლოსკენ, მაგრამ დასაბრუნებელია აშკარად. რაც გააკეთეს? კი, ასტონზეც ვისაუბროთ. აი მერსედესს მერე გადავიდეთ ასტონზე. კი, რეალურად პირველი გუნდი ვინც არის, ხო? ხო, რა თქმა მერსედესში ორ ფარებში სხვადასხვა ემოცია იყო ანტონელის გამარჯვება და ულევი ბედნიერება და აქეთ რასელის მოწყენილი სახე და არ ვიცი ალბათ ჯოჯოხეთია რასელისთვის რაც ხდება ახლა მის თანაგუნდელი 5 რბოლას იგებს ზედიზედ და თვითონ ეთიშება ანუ უკულოდ რჩება 2 რბოლა ზედიზედ თან კანადაშიც არ იმსახურებდა ხო ყველაფერი მოიგო კანადაში ბოლას ლიდერობდა და ამ დროს ემართება რაც ემართება მან ცოტათი არ გეთანხმები აი ცოტათი რა იმიტომ რომ გონია რომ ანტონელი მაინც უფრო სწრაფია ანუ მაგას ვერ გავიგებ რა თქმა უნდა უქმეებზე შედეგობრივად ვერ იყო სწრაფი ნახე ყველაფერი მოუგო მაგრამ ხო იგრ ბოლაში ამოხდებოდა საკანალა მიდიოდა 30 წრე უბრალოდ
პირველზე იყო ხვდები რომ გაითიშა და ეს კიდე უფრო ამძაფრებს რა უფრო მეწოდება ამიტომ რა და მონაკოშიც ანუ მაინც რაღაც გაუგებრობაში მოხდა ხო ისიც რომ ჯარიმა მიიღო იმისთვის რომ ვერ მოიხადა ვერ არ მოიხადა შევიდა და აწიეს პირდაპირ მანქანა და გაუკეთა ეს გაუგებარია ჩემთვის რატო არ მოიხადა ანტონელი რო არ ხო და ამას ხო არა ამას რასელი ხო არ იზავდა თვითონ ანუ გუნდმა უნდა გითხრას ხო აი ეს ცოტა მეუცნაურა ეს ხო მოკლედ სეზონი დაიწყო თან საშინლად თან ძალიან კარგად როგორია პირველი რბოლა ხო პირველ რბოლას იგებთა როგორი დომინაციით იგებ ხო და მერე გემართება ეს უწყვეტი რაღაც ხაზი უიღბლობების პლუს ამას ტექნიკური პრობლემებიც იყო ხო სულ რაღაც თანს დევს ისეთი რომელიც არ თვითონ ამბობს ყოველ შემთხვევაში რომ თავის ძალებს აღემატება და ნუ ამით ახლა ვერ მივაყენებთ ჭრდილს ხო ანტონელის რომელსაც არ ვიცი გავიგე რომ ძალიან სწრაფი მანქანაა გავიგე რომ ძალიან კარგია მაგრამ ეს მონაკოა ხო ანუ მონაკოს ჯერ კვალიფიკაცია მოიგე ამ ტემპში მე რბოლაზე შეცდომა იყავი ხო რბოლას შეცდომა არ დაუშვია იქიდან შეცდომა რასაც ნიშნავს ძალიან კარგად ვიცი ტოტომ თქვა პირდაპირ რომ ვცდილობდი შეგვენელებინაო კი იმიტომ რომ კიდე სწრაფწრებს ხო გვეშინოდაო რომ რამე არ მოსვლოდა ის ხო მაგარი აღმარცე რომ დავიდა ძრავს უცნაური ხმები ახო და ეგრევე ფასტესლაპის გრაფიკა რომ გამოიტანეს იქ გასინჯა დააჭირა აბა რამდენი შემიძლიაო და ეგრევე ფასტესლაპი კი მაინც 19 წლის ბავშვი არის ხო ნუ საბოლოო ჯამში უნდერკინთან გვაქვს საქმე გავიგეთ რომ მერსედესი ძალიან სწრაფია მერსედესი ასეთი რო არ იყოს თავის ნიჭის გამოვლენის უნარიც არ ექნებოდა ხო ესეც არის მაგრამ ის რომ მანქანას მიაწერო ყველაფერი 19 წლის ასაკში წარმოუდგენელია უკვე ლუისის რეკორდი გაიმეორა ყავს თანაგუნდელად ხო 5 მოგება აქვს უკვე ზედიზეთ ლუისის რეკორდი აქვს გამეორებული უკვე ლუისმა ხო უთხრა მეწევიო მოგედებში დაიწია ხო ეხა რეკორდზეც მიდის ლუისთან მიმართებაში მერსედესი არ უტოხდება თან ეგ არის ანუ სადღაც ხო შეიძლება ხელი აგიკანკალდეს რაღაცა ზედმეტად გააკეთო არა მაგაში მე მაინც ვიტყვი რომ დანარჩენი პილოტები არ წნეხავენ ანტონელის ანუ შეიძლება წნეხავდნენ მაგრამ შენ თვითონ მანქანასთან ხო გაწნეხი გული ხო უნდა აგიჩქარდეს მონაკოში რო სტარტავ რაღაცა გაღიმებული იყო საერთოდ და წითელი დროშების დროსაც შვენიერ ხასიათზე იყო ან თქვა ცოტა წავინერვიულეო მაგრამ ბონომ დაამშულა და პლუს ამას რასელისთვის კიდე ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ტოტო ვოლფის ვიზიტი პოდიუმზე ეს გაზიარება ამ სიხარულის კიმისთან ანუ ეს ძალიან ანგრევს პილოტს რომელიც არ ვიცი ლუისი მოვიშორეო ძლივს და საჩემპიონო გზაზე იდგა თითქოს და მოდის 19 წლის ბავშვი და ყველაფერს ატრიალებს რომელიც შარშან როგორი რთული სეზონი ქონდა კიმის და საერთოდ სხვა ანტონელი გამოჩნდა ის ანტონელი რომელიც ანტონელიც უნდა გამოიყენეს მერსედესში რომელიც 12 წლიდან რის გამოხდა მე მგონი კიდევ უფრო აჭარბებს მოლოდინს და რავინ არელოდა დარწმუნებული რომ სახშიც არელოდებოდა მაგრამ ისე გადაასაუში ნახეთ ბაკი არავინ არელოდა პატაელოდა მე შემიძლია თქვა აღიარო ნამდვილად რომ პატაელოდა ხო არა ეხა ხუთრბოლას მოიგებს თქო სეზონის სტარტზე ამას მეც არ ველოდი როსბერგის რეკორდს თუ მოხსნის მერსედესში რომელსაც 7 მოგება აქვს ზედიზეთ აი წინდებში გადაჭრის ახლა ესპანეთისთვის რაც როსბერგს აქვს გაკეთებული ხო როსბერგი ზოგადად ძალიან უცნაური პერსონაჟი იყო Red Bull-ის როსბერგი ფორმულა 1-ში რაღაცნაირად არდა ძალიან მიყვარდა როსბერგი ვილიამსში რა იყო ანუ როსბერგი უჭიერესი პილოტი იყო უბრალოდ ფსიქოლოგიურად ლუის შემთხვევით ვერ უგებია ადამიანი რო დაიბადა ერთადერთი მისია ჰქონდა რომ ერთხელ ეჯობნა ლუისისთვის და ვერ წასულიყო კი ზუსტად გააკეთა წავიდა ბაკეტ ლისტში არის YouTube-ზე მშვენივრად კოლეგა ჩემი წავიდეთ მერსედესთან ასტონ მარტინში ხო ცოტა ესე ამოვარდნილი არის ვითომ წრეზე ვასწრებთ და მერსედესი ის თქვა რომ კიმი გალაპა ჯორჯი ხო ეგეც იყო კი ბოლო ლურსმანი ალბათ და ერთადერთი რაც გამახსენდა ეგრე ტოპ გუნდიდან 21-ში ნორისმა რო რიკიარდო გალაპა გახსოვთ ბოდიში რომ მოუხადა ხელი რო აუწია იქიდან კოკპიტიდან კიდე სტაპენმაც მაქსიმაც ეგონა მეცვა წრეზე ორზე ეცხინა იყო ეგ ეპიზოდი ავსტრიაში მასოვიტადი ლორტიერა იმახსენე ლორტიეს
ეგ საერთოდ რა რისთვის არის? ბუნების დასათვალიერებლად იყო დიდ ბრიტანეთში. ნასკარზე გვაქვს საუბარი, ვიც ვერ მიხვდა, ვიც არ უყურებს, ლურტი 10 წამით ნელი იყო, მე მგონი წრეზე. 10 წამით ნელი რო იყო წრეზე, მეორე წრეზე ვერ დაგეწეოდე. იყო წუთით ნელი. არ დადიოდა. არ დადიოდა კი. 59 წამში ჩამოვიდა. ასტონ მარტინი, რომელშიც პირველი ქულები, თუმცა მაინც მე მგონია რომ სიხარულის საფუძველი ასტონ მარტინში არ არის. ისევ პრობლემები, სტროლი საერთოდ, ანუ რა გინდა რო ქნას? კადილაკებთანაც აგებს, ალონსო კადილაკებს მაინც ებძვის, სტროლი ამტრევს ბოლიდს, მუდმივად, არ ვიცი, სტროლი არ უნდა ამ ადამიანს ფორმულა 1-ში ყოფნა ესეთი შტაბში. GT3-ში ბედნიერი იყო, ნახეთ? სან? GT3-ში რო გამოვიდა პოლ რიკარდო. იქაც მაგარი შედეგი ჰქონდა. იქ მაგის ბრალი არ იყო გამოვიდან და 700 წუთიანი ჯარიმა ჰქონდა. ხან პიტ ლიმიტერი ავიწყდებოდათ რო ჩაერთო და ხან ხალხს ატრიალებდნენ. მართალი ხარ, ანუ ეს არ არის საფუძველი სიხარულის იმის რომ რაღაც მომავალში შეიცვლება რომ არა ამდენი ჯარიმა ამდენი გამოთიშვა და ხო იქ სადაც იყო პლუს ამას მე ხა დაემატა ისიც ხო გუშინ გავრცელდა ინფორმაცია რომ ძრავის განვითარების საშუალებას მიიღებენ და აღმოჩნდა ყველასთვის გასაოცრად რომ თურმე ფორს არ ჭირდება ძრავის გაძლიერება და ყველაზე კარგი ძრავია პელეტონში მეორე ძრავია მერსედესი რომელსაც 2% მიიღო ასტონმა მიიღო ყველაზე ბევრი ჰონდა მოკლედ 6-დან 8-მდე თუ რაღაც და ასევე ფერარი რომელიც ყველაზე ძალიან ილოდებოდა ალბათ ამ ყველაფერს დაახლოებით 110 საათი მიიღო სამუშაო და რაღაც 5 მილიონი თუ რაღაც რომ ძრავი გამოუმჯობესონ. ანუ აი ბარსელონაში იმის მიუხედავად რომ ერთკვირიანი შესვენება გვაქვს ბარსელონაში არა სხვა განახლებების კუთხით ალბათ ბარსელონა ის ტრასაა სადაც ტრადიციულად ვიცით რომ განახლებები ჩადის. Red Bull-მა თქვა რომ ძალიან ისეთი ლაითი განახლებებით ჩავალდო და თლიანი პაკეტი ჩაქვთ მე ავსტრიაში. ხო ცოტა არია ამ იმან ახლო აღმოსავლეთის ამბებმა, იმიტომ რომ არის მაიამიში მოუწიათ, მე კანადაში მოუწიათ ტრასები სადაც საერთოდ სხვა ფრთად ჭირდება ხო. ანუ იდეაში მაიამიში არ უნდა ყოფილიყო ეგ ისინი? ძრავის განახლების სიები რო დაგებული. პირველი 6 რბოლა იყო 6, 12 და მე 18 თუ რაღაც ესე 6 რბოლაში უკვე უნდა ემატებოდეს, ასე ვთქვათ, უნდა აძლევდნენ გუნდებს ძრავის განახლების, ანუ გაუმჯობესების საშუალებას. თუ ეხლა გადავდივართ უკვე კლასიკურ ტრასებზე, სადაც უფრო მეტად გავიგებთ ძალების რეალურ გადანაწილებას. და იმას მერსედესის ძრავი როგორ იმუშავებს ახალ პირობებში? კი, რეალურად მაიამიც, კანადაც და მონაკოც სამივე სპეციფიური ტრასა არის, ამიტომ რეალურად რა ხდება ვერ ვიგებთ, გარდა იმისა, რომ კიმი ანტონელი და მერსედესი დაფრინავენ ამ მესმე ტრასაზე. თბილისის ქუჩებში რო დასვა იქაც მაგრადილის. რატომაც არა. ჩამოიყვანთ. წავედით ასტონიდან, ასტონზე კიდე ბევრს ვერ ვისაუბრებ. ახალი ლივერი ჰქონდათ. ხო, ლივერი მშვენიერი. ისე რა. უკეთესების კოდია. უკეთესების ხო, რაღაც ცნაური ფერი ჰქონდა ცხვირი. მერსედესს გავდა ძველს. შუქი რო ურთხავდა. ხო, შუქი რო ურთხავდა მერსედესს. აი, გვირაბიდან რომ გამოდიოდა მაგრამ ძალიან ცოტა ხანი. ნახევარი წამი. წავიდეთ მაკლარენში, ასევე ანუ სწრაფად დასავიწყებელი რბოლა მაკლარენს. არა და როგორ გინდა მე-1000 რბოლა დაივიწყო. აი ლივერი ვის ჰქონდა მაკლარენს ჰქონდა საოცარი ლივერი, ნამდვილად ძალიან ლამაზი იყო, არ ვიცი, გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ლივერი იყო. მონაკო და მაკლარენის ლივერიში არ ვიცი, ის ყვითელი ლივერი რომ არ იყოს სენას ფერები, დიდად ვიზუალურად ისეთი არის. 24-ში რო ქონდათ ხო მაღაზიები? კი. კი, ანუ სხვები მეც უფრო მეჩვენა. სულსტოუნის ის კარგი იყო. მაგრამ ეს იყო რაღაც ტოპ ლივერი ჩემთვის მაკლარენის, თუმცა არც თუ ისე ტოპ შედეგი ნორისის გამოთიშვა, მერსედესის რავებს ხო პრობლემები შეექმნათ რეალურად. ნორისის გამოთიშვა და პიასტრის არ ვიცი, აი რაღაც უფერული რბოლა იყო, ანუ არ გამოჩენილა ფაქტიურად პიასტრი და იყო იმის იმედად, რომ ჰაჯარი დაეჯარიმებინათ და გამძორალი იყო პოდიუმზე, ხო? ხო, პიასტრი ალბათ რამდენი რბოლა გავიდა ჯერ, მაგრამ შეჯერებით ყველაზე კარგი რბოლა მე მგონი იაპონია ქონდა. იაპონია შეიძლება მოიგო პიასტრი, მოიგებდა იაპონიას, მაგრამ უსაფრთხოების მანქანა. კი, ანუ ეგ იყო ერთადერთი ყველაზე კარგი რბოლა რაც წელს ჩაატარა. ლანდოს კოლოსალურად არ უმართლებს წელს. და ლანდო მაგარ ფორმაში. ლანდოსა ყველაზე ნაკლები წრე ამ სეზონში გავიდა. კი, აი მე რამდენი გამოთიშვა უკვე, ხო? არა და მართლა
არ ვიცი ეს საჩემპიონო მენტალიტეტი ეს ჩემპიონობა ძალიან წაეხმარა ეთყობა გაზარდა ხო წნეხიც აღარ აქვს და ანუ ბევრად კარგია ლანდო იმ რბოლებში რომელსაც ამთავრებს ხო პიასტრი არ ვიცი პიასტრი ველოდი მე ამას რომ ლანდოს ჩემპიონობის შემდეგ უფრო უკან და უკან წავიდო და მის საქმე მაკლარენში შეიძლება იქ სადღაც კონდეს გამონათებები სანამ ხორკლიან ტრასები მოვა ხო არა ბრაზილია და მექსიკა არ უყვარს პიასტრი ხო არ ვიცი პიასტრიც აი ეს გვაკლია ხო პიასტრისგან ეს რაღაც ძალიან ამაზე მონაკოს ხორკლიანია სხვათა შორის ხო ნუ ხო და შედეგზეც დაეთყო ხო ეხლა რა არა ჯარიმები მეოთხეზე ვერ გავიდო და ოსკარი რაღაც ფურცელზე ჩანს რომ ერთ ნაბიჯი იყო პოდიუმთან მაგრამ რეალურად არსადაც არ ყოფილა ხო ნახოთ კი მინდა ამთავროს სხვა შორის ძალიან უცნაური წყევლა შარშან რო ქონდა გახსოვთ ტიტანიუმის დიოქსიდი სადაც ლეგალური იყო ხო იქ საკვე მიზარამატი კიმი რო ვერ გამოდიოდა კარგად მონაკოში დაამთავრა ეგ კი ბატონო მონაკოში აუ რამდენად მოცლმა ადამიანმა აღმოაჩინა ეგ მინდა რომ გავიცნო ეგ სხვა შორის მოდი ბარემ გადავიდეთ ჩემპიონატის ცხრილზე და პიასტრიმ ნორის გაასწრო ორი ქულა და მაქსია იქვე მაქსი არა მაქსი საკმაოდ ჩამორჩენილი არის ხო 17 ქულით ჩამორჩება პიასტრის ნორის 15 ქულით და ჩემპიონატში მეორე ადგილზე არის ლუის ჰამილტონი რაც არ უნდა საოცრება იყოს აი რასელის ეს უქულო რბოლებმა კი რასელმა სპრინტი მოიგო კანადაში და 8 ქულა აიღო თუმცა კვირის ბოლაში 0 ქულა აქვს 8 ქულის მერე არა უღია ხო არა უღია არაფერი ძალიან პრობლემატიური ბოლო რბოლები აქვს ჯორჯს და იმედი ვიქონიოთ რომ გამოასწორებს მოდი რაც არ უნდა იყოს ჩვენ ჩემპიონატში ფორმულას გულშემატკივარს გჭირდება დაძაბულობა და ისეთი რბოლები გჭირდება როგორც იყო კანადის პირველი ნახევარი ხო ეს იყო არ ვიცი ანუ ფორმულა 1 ადამიანს თუ გინდა რომ შეაყვარო უნდა აყურებინო კანადის რასელის და ანტონიოს ეგ ხო არ იყო ის რომ ერთმანეთს ერთ წამში დაძდევენ ხო ანუ ყოველ წრეზე იყო გადასწრების ცდევა ხო რაღაცა საოცრება თან იმასაც ვერ იტყურა ბატარეის გამო იყო ეგ ყველაფერი არა ადეკვატურად აი იდენტური მანქანებით როგორ უნდა იბრძოდეს ორი თანაგუნდელი ამის კლასიკური მაგალითი იყო კანადა მაგრამ უცნაური რაღაცეები ემართება Mercedes ბოლო რბოლებში რასელის ბატარეაზე რაც მოხდა და ორ თვეში ხო მე სამსამუშაო დღეში კვილის ეკიპიდან რო ეწერები და გეცლება ზაფხულში ანის ტიპი რო რეკავდა მისტოში მოდიო წელს ამაწლის ჩემი შვილი მოვაო და აფროდით ხო ანუ მეც მაგის იმედი მაქვს რომ რასელი აი 16 რბოლა დარჩა კიდე რასელი სადღაც გამოსწორდა ფერარი მაცლავდა ხო აი მაგას რომ ფეხა ისეთ ძალიან უნდა დაეხმაროს ფერარის ეს ძრავის განვითარება ხო და მე მგონია რომ სეზონი კიდევ შეიცვლება კიდევ გარდამავალი პერიოდი გვექნება თან გვაქვს შარშანდელი გამოცდილება სადაც პიასტრიც ასე იყო ხო და მე შეიცვალა საერთოდ ვითარება პიასტრი მესამეზე გავიდა ამიტომ არ უნდა ჩამოვწეროთ წინასწარ არავინ იმის მიუხედავად რომ ამდენი ჰანდიკაპი არავის დაუხაჩავს ისტორიის მანძილზე პრინციპში ისტორიის მანძილზე რა ხო 25 ქულიანი სისტემით არ არის ხო 50-დან არ მოუყვებით და აქედან გამომდინარე არის შანსი რომ კიმიმ გაფლანგოს ეს უპირატესობა როგორც ჯორჯ დაემართა ისე დაემართოს კიმის მოკლედ ფხიზლად უნდა იყოს ანტონელი და პლუს ამას უბრალოდ იქ დანარჩენებს არ დაუგვიანდეთ ანტონელისთან ჭიდილი და ერთადერთი ამით გააფუჭებს მართლაც სეზონს რო არ კონდეთ ერთმანეთში ბრძოლა მთელი სეზონის მანძილზე უბრალოდ ჯორჯი არ ეტყობა ის რომ შეუძლია მომატება ხო არ ჩანს მენტალურად თითქოს არ არის მზად მაგისთვის რა ხო რაღაც ანუ ხასიათითაც ჯორჯი ძალიან აგიფუჭდება ლოგიკურია ხო ჩამოშვებული არის ავსტრალიის ბოლა რო დაიწყო პირველი ბოლა რომ მოიგო თქვა რომ ეს მანქანა ჩემზე არის მორგებულიო ძალიან კარგად ვარო და მაიამის მერე მე მგონი იაპონიაშიც მეოთხეზე თუ კანადის მერე იაპონიაში არ დაიწყო ეგენი ზოგადად ეგ იაპონია მთავარი პრობლემა პოდიუმიდან რომ ამოვარდა მაგის მერე აღარ დასულა ხო არ და ჩინეთის სპრინტიც მოიგო იქ ხო არ ვიცი ჩინეთიც ქონდა იქ ბალანსზე წუწუნებდა მაშინ ეს ბალანსი ხო თვითონ აქვს ანუ თვითონ ხო ადგენს მანქანის ეტაპს ხო მაგრამ ანუ მე ცოტა რა მიკვირს იცი გუშინდელი მოსული ბავშვი როგორ აკეთებს შენზე უკეთესად როგორ სვავს ბალანსს ესე იგი რაღაც ნიჭი აქვს ანუ სუპერძალ არა ნიჭს თავი დაანები ანუ პარამეტრების დასმას მაინც გამოცდილება უნდა ხო მე მგონია რომ რაღაც აი მან შეცდა როცა თქვა რომ ჩემზეა მორგებული ეს მანქანა და მე მგონი საერთოდ არ არის მაგაზე მორგებული ანუ რაღაც მართვის იქიდანაც ჩორს ვარ ეხა რა ეს თეორიები არ შემიძლია იმას უწყობენ ამას არ უწყობენ ანუ ეს არის თან Mercedes-ში მით უმეტეს ხო
ეგროს დომებოდათ, როსბერი კიდე ფორმულა 1-ში იქნებოდა დღესაც. კი და ბოტასი არ ეყოლებოდა. ანტონელი მოკლედ 156 ქულით ჩემპიონატის ლიდერი, ჰამილტონი 90 ქულა, რასელს 88 ქულა და ლეკლერიც იქვე არის 75 ქულით. პიასტრი ნორისი მოდიან შემდეგ 60 და 58 ქულით და ფერსტაპენი არის საკმაოდ ჩამორჩენილი უკვე ლიდერთან 100 ქულაზე მეც აგებს 113 ქულა. არ ვიცი რა უნდა შეცვალოს Red Bull-მა, თუმცა მაინც სეზონი Red Bull-ი ძელია. რასაც შეცვლის მაგას ვნახავთ ავსტრიაში, იმიტომ რომ ბოლო 6 კილო აქვს დასაგდები, პლუს მთავარი განახლებების პაკეტი და Red Bull თუ აჩქარდება, თუ არა და უნდა დაველოდოთ. ლოუსონმა გაასწრო გასლის ჩემპიონატში, მე-9 ადგილზე არის ლოუსონი 26 ქულით, ჰაჯარმა გადაასწრო ყველას ამ უკანა პილოტებს. ანუ პირველი 4-ეული ის არის, ხო? პირველი რვეული არის 4 ტოპ გუნდი, ჰაჯარი 29 ქულა, ლოუსონს 26 და გასლისას 26. და გასლის სხვა შორის 6 ვერ ბოლაში ქულა აქვს აღებული. მაიამიში არა უღია, მაგრამ სპრინტზე აიღო. სპრინტზე აიღო ერთი ქულა და ყოველ შემთხვევაში ჩემპიონატში სტანდარტულად გასლი რასაც აკეთებს. კი. პირველი გავაგრძელდა არის. რატო? შენი დღის ბოლელი ვინ იყო? მეკითხები? რა თქმა უნდა კი ანტონელი. კი, ალბათ შენთვისაც ხალსახად. შენთვისაც ანტონელი იყო. კონსტრუქტორები არ გვითხოვს, ბუდის ვიხდი. მერსედესი გაფრენილია წინ 244 ქულით. კი ანტონელი. კიმი ანტონელი და მერსედესი. და ნახი გვაქვს ერთხელ. სამია მაკედან ქულა რასელი. ფერარის აქვს 165 ქულა, სხვა შორის ბრავო ფერარის მაკლარენი. ფერარის 165. კიმის? კიმის 156. თითქმის მანდარი. McLaren 118, Red Bull 72 და Alpine მაინც წინ არის 2 ქულით წინ არის ჯერჯერობით. Racing Bulls-ის ერთი გამონათება იყო. ახლა ერთი ახლა გაგინდა. Haas-ი ჩამორჩა მაგრად, სხვა შორის კარგად დაიწყო. ომები გვიანი იწყება. ნადირობას. ძალიან არ დაუგვიანდეთ. ძალიან კარგად დაიწყო სეზონი და Audi თუ მივიდა ბოლომდე საერთოდ. პირველ რბოლაში რო აიღო ქულები, იმის მერე ეგეთ შემთხვევით ოცნებობენ ქულებზე Audi. პირველ რბოლაში. ხუთი რბოლაზე დიზეთ ქულა არა. პორტოლეტოს ეგეთ შემთხვევით ხობა იყო რა. პორტოლეტოს უყარს ხო იცის რომ ბიაწყობს უქულო რბოლებს. სახში ისავს მე რა. ეხლა შენთან გვაქვს რაღაც კითხვები, როდის დაიწყე ფორმულას ყურება და ვის გულს შემატკივრობ, ოღონდ სერიოზულად მოუყევი გულს შემატკივრებს. ფორმულას ყურება როდის დაიწყე სიმართლე არ მახსოვს. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ზოგადად ტექნოლოგიები, ინჟინერია და მანქანები და ერთად რო შევკრიბე, რა ვნახო და მოვიდა ფორმულა 1. ხო, ისე ანუ ეს ინჟინერიადის გასაგებია და რაღაც ისე ამბობ რომ შენი კონტენტი უნდა ყოფილიყო ძალიან სერიოზული, ძალიან ისეთი კონსერვატიული და ამ დროს ძალიან იუმორით ახსოვს, ანუ არის ეს ტექნიკურად სწორი რაღაცეები, არის სერიოზული გადაწყვეტილებები, მაგრამ ამის მიღმა არის ძალიან კარგი იუმორი. აი, საიდან მოგივიდა ეს აზრად, რომ რაღაც შერწყმა გაგიკეთებინა ამბობი რაღაც. ზოგადად ეგეთი ტიპი ვარ, იმიტომ რომ სერიოზულად არც კეთება არ შემიძლია. რა დავждე, ნახევარ საათში მომბეზდება რა. ვიღაცაც თუ არა ვიყოლია, ვიღაცას თუ არ ვიღლიცინა, ესე არ შემიძლია და გამოვიდა რომ ეს მომეწონა, ხალხსაც მოეწონა და ვარ აქ. პირველი პილოტი ვინ არის შენთვის? ანუ ვის გულშემატკივარი? აი ისტორიაში ვთქვი არა? ისტორიაში? და მე ეგეც. კიმი რაიკონენი ალბათ. ვაუ. აი ეგეთი ტიპები მიყვარს რა. აჰა. ბევრს გაუხარდება და არწმუნებული ვარ. ხო, კიმი ალბათ ყველას უყვარს. ხო, all times თუ ავიღებთ კიმი, დიდი, შეიძლება კარიერის ბოლოს პატარაც იყოს, არ ვიცი. ისე მიდის რომ ვერ გამოურიცხავ ვერაფერს. და დღეს ვის გულშემატკივარი? პიერ გასლის. აი ესეთი მაგრამ კონსტრუქტორებში ვერ მეთხოვით მაინც Red Bull-ისკენ ვარ. მაინც Red Bull-ისკენ ხარ. და ისე შენთვის ფორმულა 1-ის გოუთი ვინ არის? ვერ გეტყვი. არ მაქვს. კიმი. არა კიმი არა გო. კიმიც რომელი იახტი და რო ვარ გუში. ყოფილა მონაკოში. ხო, გუშინ იყო. ადში არის ამოგვიჩინეს. Mercedes-ის TikTok account-მა და მე მგონი. ბერგერს ესაუბრებოდა რაღაცას ვიდეო ნახე. კიმის გულშემატკივრობს, როგორც ვიცი. კი, მაქსთანაც ძალიან ახლოს არის. კი. იმიტომ რომ კიმის ბავშვებს უყვარს ძალიან მაქსი. კი. რობინი არის მაქსის გულშემატკივარი. რიანაც. რობინი ძალიან კარგად გამოდის კარტინგებში ახლა. სასწაული შედეგები აქვს ბოლოდან ამოდის და იტალია შვეიცარია მოიგო. პატარა Ice Cube ხო? Ice Cube.
წავიდეთ ახლა შეკითხვები, რომელიც გვაქვს YouTube-ზე და არ დაგავიწყდეთ, რომ აქაც ამ ვიდეოს კომენტარებშიც დაწეროთ თქვენი შეკითხვები და შემდეგ გადაცემაში აუცილებლად უპასუხებთ. დავიწყოთ პირველი კითხვით, დაჩის ვავს კითხვას, რას ვფიქრობთ კონტრაქტის გაგრძელების შემდეგ ოდესმე ეღირსება შალს ჩემპიონობა? ეგ კომენტარი ამ რბოლამდე არის ხო ამოღებული? კი, დასმული არის ამ რბოლამდე ეს შეკითხვა. მე მგონი არა. მგონი, ანუ კონტრაქტის მერე რბოლამდე. ხო, რბოლამდე. მე მგონია რა თუ არა. აუ, არ ვიცი რა, აი ყველაფერზე გავაკეთე პროგნოზ ფერარის და ლეკლერის გარდა. პროგნოზები არ გეშლება. ალბათ თუ ვინმეს რამე გაგვიხარდება ცხოვრებაში. მე მგონია რომ რაღაცა სამყარო გაჩერდა. აი როგორც მონაკო მოიგო, ეგრე რომ გაჩერდა სამყარო. აი ეგრე გაგვიხარდება ყველას რომ ფერარისთან ერთად ლეკლერი ვნახო ჩემპიონი. ისევ რომანტიკას მოაწვე. მეტი რომანტიკა რა გინდა? ამაზე მეტი რომანტიკა არ არსებობს. ტიტანიკიც კი არ არის ამაზე რომანტიული, რომ ფერარისთან ერთად ლეკლერმა მოიგოს თავის ტიტული. კი, ბოლოს ჩაიძირებიან ერთად. ხო, არ ვიცი, არ ძართული სათქმელი არის. ხო, ისევ რომანტიკას გავყვეთ. ჯერ დაიხოცნენ მე რეკორდსინეს არის. არ ვიცი. შემდეგი შეკითხვა გიო UG1NM სვავს ამ შეკითხვას. დღევანდელ გრიდზე და ზოგადად 21 საუკუნეში რომელია თქვენთვის ვიზუალურად ყველაზე ლამაზი ბოლიდი? ანუ 21 საუკუნეში. ფორმით ჩემთვის ყველაზე ლამაზი ბოლიდი არის Mercedes 2022 წლის ზერო პოდები. მე ვიტყვი იმას, შეფერილობებს. ეგ ფორმა. მე რა ვთქვა? რა რამე? 2006-ის McLaren MP421. ქრომი. კი, ეგ თან ეს წვრილი ცხვირი. კი, ეგ ძალიან. ჰასი 2019 Energy კარგი ხალხი. Energy ძალიან სწაული იყო ეგ და არ ვიცი ალბათ C43 Alfa Romeo Las Vegas. უამაზესი. აი იყო შავი ბოლიდები თბილისში ესე ვივლიდი მაგრამ ხელს კატმო. შავი ბოლიდები. ხო. შენ გეტყვი ვერ შევეხებოდი. ძალიან უცნაურ მანქანას ვიტყვი ხა 2020-ის Alfa Tauri. ძალიან ლამაზი არის და მაგ მანქანას ძალიან უხდებოდა თეთრი დისკები რო ქონდა და ჰარდებზე როცა იყო. კი, და გასლი რომ მოიგო მონაკო. მაგიტომ არის ამისთვის ლამაზი. თავისთავად რა. ჩემთვის ზოგადად ოქროს ფერის და შავის კომბინაცია. მე თეთრებისკენ ვარ, Red Bull-ის თეთრები ძალიან მომწონს. კი. და Mercedes-ის თეთრი იყო კიდე გერმანია, ლამაზი იყო ძალიან. ხო, ჩემთვის აქ ფორმით ზეროპოდ Mercedes-ს ავიღებ, აი არ ვიცი, რაღაცა შედევრი იყო ვიზუალურად ჩემთვის ეგ ბოლიდი. თუმცა ვიზუალურად Miami-ის Racing Bulls ვიტყვი მე, არ ვიცი. სისარტყელა? ხო, სისარტყელა შედევრი იყო და Vegas-ში იყო კიდევ ძალიან ლამაზი Racing Bulls-ი. Racing Bulls არ ეშლება სპეციალურები. საოცარი არის Racing Bulls თავი. ოღონდ აი, რა დაგიმალო და Suzuka-ს special livery არ მომეწონა წლევანდელი ეს ყვითელი შემოდგომის ფოთლებში რო ვთქვათ, ხო? ყვითელი ფერი. არა, აი რაღაც ახალი ის რო დაანონსეს ენერგეტიკებმა. ხო. ვარდისფერი ძალიან ლამაზია. ვარდისფერიც ლამაზია Miami-ში. კი, ძალიან. და წელს ყვითელიც არ იყო ძალიან ცუდი. აი, ყვითელი არ მომეწონა. ლიმინისფერი. ლიმინისფერია. ეგ ხო ახალ გემოებს უთანხმებენ ხოლმე მაგას. კი, ყოველ შემთხვევაში ველოდოთ ფეიხუ. მე მაინც რა არის? Racing Bulls-ი მოკლედ ჩემთვის არის ალბათ ყველაზე ლამაზი ბოლიდები ლივერით თუ ვინიჟერებთ. შემდეგი შეკითხვა. რამდენად რეალურად, ხო, აჩი სვავს ამ შეკითხვას, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ, რომ Max-მა უახლოეს მომავალში F1-დან გადავიდეს სრულად GT Endurance რბოლებში, ეხლაც ხომ აქტიურად რბოლობს მან ძალიან ევასება ფაქტია, რეალური ძრავის შეგრძნება მეტია აშკარად. რას ფიქრობთ ამაზეო? შეიძლება ბატონი პატაო გავსო ხავიერ ბარდენს. აუ ეგ მეც მქონდა ეს ვიდეოს ვაკეთებდი მაგ ფილმის განხილვაზე და აღარ ვთქვი. არა, ხავიერ ბარდენს გავს. ძალიან გავს. ხო. არა, ხავიერ ბარდენს გავს. მუნის უფროსობაზე არ გიფიქრია? ხო და მაგას ვამბობ, ანუ ზოგი ამბობს რომ ტოტო ვოლფიო, ზოგი ბარდენი და რეალურად ბარდენი ხო ტოტო ვოლფს თამაშობს იქ. ალბათ არ წავა მაქსი. არა. Max რაც არ უნდა უყვარდეს ეს შიდაწვის ძრავი და GT Endurance Formula 1 Max-ისთვის რაც არ უნდა ისაუბროს იმაზე რომ არ მოწონს რეგლამენტი არ მოწონს Max Formula 1-ით ცხოვრობს და რბოლებით ცხოვრობს ხო თან მით უმეტეს ახლა ვიცით რომ ძრავები იცვლება ვირვაზე გადავდივართ შემდეგი დეკადიდან
ერთ-ერთი მაქსის გასაჩერებელი საფორმულა 1-ში. თუ არა და მეცაც გეტყვით ფორმულა 1-დან წავა კი არა, მე მგონი Red Bull-დანაც არ წავა. და თუ Red Bull-დან წავა, მგონია რომ სპორტიდან წავა. არ ვიცი. ხო, რაღაც ამ ბოლო დროს მეც რაღაც ეგრევარ. მანამდე მეგონა რომ Mercedes-თან მართლა სერიოზულად ეკნებოდა საქმე, მაგრამ ეხლა რო უყურებ, ხო, ანუ თუ დაელოდება რაღაცას, დაელოდება ისევ Red Bull-ში, არ ვიცი, ფიზიკურად სად უნდა წავიდეს, ხო? ყველაფერს აძლევს რეალურად Red Bull-ი. ერთადერთი რასელი თუ არ გაუშვეს სეზონის ბოლოს და მაქსი არ სერიოზულად ლაპარაკებია სხვა შემოს მაგაზე. მაგიტომ ვამბობ. ტოტო ეფლიქტავება მაქს, მაგრამ არ უნდა რომ შარლი წაიყვარს და გამოისყიდოს. ზეულობიდან თვითონ არ მიდის გესმის. ხონდაო რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ Ferrari რა თქმა უნდა პირველი ოფცია იყო. მე შემოვიდივარ ინიციატივით, რომ სტოკჰოლმის სინდრომს სახელი გადავარქვათ. შარლის სინდრომად გადავაკეთეთ. სტოკჰოლმის სინდრომიც კი ცოტაა, მე მგონი. პერსევალის სინდრომი. ცოტა ექიმურად რო ჟღერდეს, ხო? იქაც არ დაუშავებიათ იმ ძევლებისთვის, მაგდენი რამდენად Ferrari უშავებს. ჩვენი ერთგული მაყურებელი გიორგი პანკველაშვილის შეკითხვა, თქვენი აზრით ყველა ბოლიდი რომ ავიღოთ, ყველა გუნდში რომელია საუკეთესო ბოლელი ამ მომენტისთვის. ანდრია კიმი-ანტონი. დავამთავრე მე. ფაქტი სახეზია. თქვენ რა სიტყვით? რა უნდა ვთქვი? მე მგონი ძალიან მოკლე პასუხი არის ამაზე, გიო. თან შენიც დაწერე კომენტარებში, მაინტერესებს ძალიან შენ რა. შარის თავი სად მარკე ხვეწე. იყოს კიმი-ანტონი. კიმი-ანტონელი ხო? მე ხან იმას ხომაგობ. კარგი, მოდი კიმი-ანტონელის გარდა დამანებე თავი ამ თქვი ანტონელის გარდა. კიმი რაიკონენი. აირტონ სენა. კიმ კარდაშიანი. კიმებზე დაურჩეთოთ. იმას აღარ ვიტყვი. კარგი. დიდი რო. ხო ისე სერიოზულად რო ვთქვა, წელს ახლა მიჭირს ვიღაცა გამოუყო ესე. ლუისი ძალიან კარგ ფორმაშია. 6 ბოლი და 3 პოდიუმი მინიდა აიღო. ხო, არ ვიცი და ნუ არის სტაბილურად ხო არა, გასლი მართლა კარგია. გასლი დარჩენილებიდან შეიძლება ლოუსონი სულ დარჩენილებში როგორ არის ბიჭო. კატაკიდა. ნასუფრალზე როგორც ის. არ ვიცი, მოდი. ტორტი და მწვადი რო არის, ხო იცი ერთად აზელილი სუფრაზე აეგარი ასიური და რო გამოგაკ ორივე რო. ვიღაცისთვის რომ მოგაკ კონცერტი და საფეთქში გადახვეული ხაჭაპური ეგ არის. ხო, მოკლედ კიმი-ანტონელი. ბეკაც უცქირიძის შეკითხვა, თქვენი აზრით, როგორ ხდება 5 რბოლიდან 4-ში ერთ ბოლით სულ პრობლემები აქვს, მეორე რაკეტასავით დადის. აი ეს. არა, პრობლემები. რაღაც ბოლებში ხო არ ქონდა რასაც პრობლემები. არა, ქონდა რო. ხო, არა, პრობლემები აქვს, მაგრამ პრობლემი შეიძლება ანტონელისაც ქონდა, მაგრამ არტირის. რავი, როცა არა, რა სამბობ იგებს ანტონელი რაღაც. როცა გუნდში ორი პილოტი ყავს, ორივე თანაბარი შანსი აქვს, ანუ ეგ ნორმალური მგონია, მე არ ვიცი. ხო, ამაც ძალიან გადაება. ახ კონსპირაციას გამოვრიცხავ. ბიჭო, რა ვიცი. ჯონში აწყობთ რასელი კიმი-ანტონელი თუ 12 წინ აყავს, რასელიც ხო რაღაც ძალიან პატარა საკიდან აიყო. 11-დან. ლონგრანზე როგორია ახლა რასელს ენდო და ენდო 19 წლის ბავშვს. ესეც ხო თამაშობს თავის როლს, ანუ ხო ახლა აი კიმი-ანტონელი რომ შემდეგ სეზონიდან ჩავარდეს, აღარაფერი გააკეთოს, ხო ჩვეულებრივი რაღაცა იქნება. არ იქნება, მაგრამ აღარ იქნება უკვე. არა, ხო, მაგრამ მაინც ხო არ ხარ ძალიან არ გაგიკვირდება. კი, ვიდრე ხო. მაინც ასაკე. თან ნახება პირველ სეზონში რაღაცები რო იმართებოდა. ამხელა სტრიკი ქონდა, როცა ფულას უფულას თირბოლა ზედიზედ ქონდა ქულის გარეშე, რას ამბობ, მაგრამ მით დაიწყო ხო თირბოლა მოგებით. მაქსი რო დაამტრია ავსტრიაში, მე მგონი მით დაიწყო ექსტრიკი. კი, თვითონაც ჯამში მე ვფიქრობ, რომ სწავლის პროცესში იყო და Mercedes-იც სწავლის პროცესში იყო. ხო და ეს არის და ძალიან მაგარია რომ ენდნენ და ბოლომდე გავყვნენ და არ გაანათხოვეს თუნდაც ვილიამში. ბრავო ტოტოს ნამდვილად. ხო იყო მაგასაც ლაპარაკები რომ სადღაც შეიძლება გაუშვან ერთ სეზონი. არ ჭირდება. გიორგი გიორგის შეკითხვა, Mercedes-ის დომინაცია ასე თუ გაგრძელდა, რას ფიქრობთ კიმის პატარა Pitbulls ჩილებში ჩემპიონობის რამდენად რეალური შანსი აქვს? 90% კიმის ჩემპიონობის შანსი. ხო, რეალური კი არა. სხვას რამდენი პროცენტი აქვს შანსი ეგ არის? 10 იყოფენ. დარჩენები. არ ვიცი, ამ გადმოსახედიდან ჩემი გადმოსახედი და ეს ჩემი ის არის მხოლოდ არა, ალბათ 9. რაზელის არის და 1 დანარჩენები. არა, ხო ძალიან დიდი უპირატესობა აქვს უკვე. მაგრამ მაინც სეზონი გრძელია. სეზონი გრძელია 6 რბოლაა გასული, კიდე 3/4-ია დარჩენილი წარმოიდგინეთ სეზონის. ეგეც ბევრია, თუმცა თან კიმის ფორმიდან გამომდინარე კიდე უფრო მეტია ეს 66 ქულა. პიასტრის ფორმიდან გამომდინარე მაინც ბავშვია და ცოტა ეგეც ჩანსია ვფიქრობ. მაგრამ გარანტია გვაქვს, რომ რასელი კიდე უარესი არ გახდება. ხო, აი ესეც არის. მოკლედ
ინტრიგა დავტოვოთ. მაინც მოდი ლუისი გავწუროთ ეხლა ცოტა. ლუისი რატო არ უნდა გაკეთოს ფერარის ეს ძრავის დამატებით სამუშაოებს თუ გააკეთებენ და რაღაც ამუქაჩავენ რატო არა ლუისი გასლის ნუ გამაწურინებთ და გასლი სადაც გაწურებია ყოფილი ხოდა რო არ მეყო ეგარი მთელი უბედურება კახას შეკითხვა თქვენი აზრით კიმის ამ პირატესობის მიუხედავად რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს რამდენად შეძლებს შენარჩუნებას რასელთანო იგივე ფაქტიურად შეძლებს რატომაც არა იმედიობით ახერხებს უფრო შეძლებს ვიდრე ვერ შეძლებს იმედი ამ შეკითხვას კარგი რადგან გავდა კახას შეკითხვა გიორგის შეკითხვას შემდეგი გიორგის შეკითხვაზე გადავიდეთ გიორგი კუხალაშვილი თუ გაიხსენებთ ისეთ სეზონს და გამარჯვებულს სადაც ბოლიდი გამორჩეულად ყველაზე მაგარი და სწრაფი ჰქონდა ერთ გუნდს თუმცა სულ სხვა გუნდის პილოტმა მოიგო ჩემპიონობა და რა გამოარჩევს ამ სეზონს არ გამარჯვებულს არ ვიცი ესე ისტორიაში მაქსი და პიკე იყვნენ ვისაც ორჯერ აქვთ ეს რაღაც გაკეთებული უბრალოდ ვინც კონსტრუქტორი ხო ერთხელ ლუისაც ერთხელ რვაში ხო ანუ კონსტრუქტორი ორჯერ გახდა ჩემპიონი და სხვა გუნდის წარმომადგენელი გახდა პირადში ჩემპიონი აი ესე ვერ ვიხსენებ ეს მაქსი ალბათ ბოლოს მაქსი ალბათ 24-შიც არ ვიცი 24 მაინც პირველი ნახევარი რედბულის იყო მაგრამ ბოლოს ის მაკლარენი რაკეტა იყო ხო არა რედბულიც არისო არა რედბულიც არისო ნელი მაგრამ რედბულიც არისო ნელი 21-იც ალბათ აი მაქსის გარდა 21-ს ვერავინ ვერ მოიგო გამორიცხული და შეიძლება რაღაც ალტერნატიულ რეალობაში მაქსსაც არ აქვს მოგებული კი ალტერნატიულ რეალობაში არ აქვს მაქსი არც ისე ალტერნატიულია ეგ რეალობა ზაგასაყარო ის გულშემატკივარს კითხე აბა თუ მოიგო მაქსი ხო და ანუ ბურუსით არის მოცული არ ვიცი ალბათ ჩარშარო მაქსს მოეგო ეგ იქნებოდა აი ესე ვერ ვიხსენებ ხო ეგ იქნებოდა ეგრე გამოკვეთილაცაც ეგ ძალიან გამოკვეთილი იქნებოდა ეგრე ვერ ვიხსენებ აი რო ვიღაცას ესე მოეგო შეიძლება უბრალოდ ვერ ვიხსენებ ირაკლის სულს ესეთ კითხავს პირდაპირ იძახის რომ მერსედესის არალეგალურ ძრავზე რა ხდებაო სეზონის დასაწყისში იყო საკითხები როდის ამოწმებენო პირველი იმისიდან ვიცოდით მაგრამ არ ვიცი შეიძლება არაფერი რაღაც ისეთ სერიოზული ინფორმაცია ხო ესე იგი რაღაცას არაფერს არ არღვევდნენ ხო იმიტომ რომ ხო აი როგორც გიო ამბობს მართლა ბარსელონაში დაეტყობა თუ რეალურად რაღაცა წაართვა იმ შემოწმებამ და იმ ყველაფერმა ნუ მონაკოში ეხა რავი რა უნდა შეგვეტყო ერთადერთ შევატყეთ რომ ზარად ძალიან კარგი აქვს დაარბილეს უკანა მხარედან ამაგრები იყვნენ კერბიდან გამოსვლის დროს კვალიფიკაციაზე ვნახეთ ჯერე უკანა ფრთამაც იმუშავა ხო კარგი მოდი წავიდეთ ჩვენს ვისოლის ლიგაში ფენტეზიში პატას ლეკლერი დაემართა ამჯერად არ ვიცი wild card-ი გამოიყენე ხო? wild card-ი კი არა, limitless-ი გამოიყენე შენ და მყავდა ყველა ტოპი ვინც კი შეიძლება არსებობდეს. მაქსი გამოეთიშა, შარლი გამოეთიშა, რასელმა ქულავერა იყო. ნორისი გამოეთიშა. ანტონელი ლუისმა ანტონელი არ მყავდა, ლუისმა ანტონელი რატო არ ყავდა? ლუისმა იყო მოკლედ ქულა. მაგარი. ანტონელი რატო არ ყავდა? ანტონელის ისე რომ ხო მაგოფიქ ვერ არის მოშტობა. ანტონელი მე მყავდა, სამაგიეროდ მყავს და თან სეზონის პირველი ვერბოლიდან მყავს ანტონელი. ის გუნდი რომ დამეტოვებინა, ვინ მყავდა ლიმიტლესამდე უფრო მეტ ქულას ვიღებდი ვიდრე ტოპებით. მე მგონი კადილაკით უფრო მეტ ქულას იღებდი. არა, კადილაკი პოტასი გამოეთიშა. იქ ლინდბლადი მყავდა წარმოიდგინე. არა, ნუ იქაც ლეკლერი მყავდა. მე მყავდა რეისინგ ბულსი. და ამიტომაც ვაჯობე ორივეს. რა ვინ ყავდა? რეისინგ ბულსი მყავდა და მერსედესი. ორივე? გუნდები? კი, და ისიც მყავდა. ლოუსონი მყავდა. ლოუსონი მაგარ ქულებს. მე გასლი რატო გავაგდე? იმიტომ გავაგდე, რომ ის სამეყვანა, მაკლარენი ამეყო. შენი გენიალური ფრაზა. ვაგდებ ხოლმე. ეხლა უნდა გავაგდო ბოტასს, მაგრამ როგორ მე არავინ არ მომდის ბოტასს. ბოტასი ხურდაში ყავს ხომ შენ მე რო ვაგდებ, მე მართლა აგდებენ და. ნამარგი იყივა. მე 166 ქულა ავიღე. პატას ვაგდებ, მარც მე არ მქონდა დიდად. რამდენი არის? 166. ნუ არ არის ეგ ბევრი, მაგრამ ორმაგია. 72. არა, 72 იყო შენი, კი, როგორც მე მაქვს შენგან ინფორმაცია, თუ არ მომატყუე. არა, არ მომიტყუებია, უბრალოდ provisional საიტი გადააკეთე, ხო? იქ Photoshop-ით მაქვს 167-ი.
შემდეგი რბოლა გვექნება ესპანეთში 13-14 ივნის კვალიფიკაცია იქნება რა თქმა უნდა სეტადა სპორტის პირდაპირ ეთერში 18 საათზე თბილისის დროით 14 ივნის რბოლა იქნება 17 საათზე უკვე თბილისის დროით და აქ ბევრ რამეს გავიგებთ რა ხდება რომელი მანქანა სად არის კი რომელი მანქანა სად არის ბარსელონაში დადის ყველგან ეგრეა ნამდვილად პირველად ესეც ვთქვა რომ 1991 წელს ჩატარდა არც ისე შორეულ წარსულში იყო ბარსელონა ძალიან საინტერესო ტრასა არის სამი განსხვავებული სექტორით 4 კილომეტრიანი და 657 მეტრიანი და 66 წრე გვექნება ბარსელონაში და აი ცოტა უცნაური არა აი ცოტა შეიძლება არ მოწონდეს გულშემატკივარ სიმხრივ ბარსელონა რომ 35 რბოლა ჩატარდა და 25-ში პოლ პოზიშენის ფლობელმა მოიგო ეს ხო ბარსელონა თუ რაღაცა ისეთი განსხვავებული ამონდი არ არის შეიძლება ცოტა ფერული რბოლაც გამოგვივიდეს ძალიან ცოტათი უშველა ბოლო სექტორში შიკანი რო შეცვალეს და მთლიანი მოსახვევი გააკეთეს ხო უფრო ტესტებთან დაკავშირებულია ხოლმე ბარსელონა იმიტომ მაინტერესებს ხოლმე ყოველთვის რომ ვიცი რომ იქ რაღაც სიახლეს უნდა ველოდო ამით არის ხოლმე უფრო საინტერესო რომ პროცესი თვითონ ბოლის ხო ცოტა ისე ხო არასოდეს ერთი არის ნუ რაღაც მომენტები არის თუნდაც ფეტელი ბოტასი ხო ალონსოს გასწრება, ფეტელის გასწრება, ხო 96 შუმახერი. ხო, ანუ არის რაღაც ბოლები, მაგრამ ეგეც ხო წვიმა იყო ეგ 96-იც. ხერესი ჩაანაცვლა, ხო, არ მახსოვს, ანუ ხერესის მერე იყო ბარსელონა და არა ერთად არასდროს არ ყოფილან. 97-ში იყო ერთად. ორივე, ხო, ხო, აი მაგას ბოლურბოლა შეიცვალა, ხერესი არ უნდა ყოფილიყო იქ საერთოდ და ხო, უბრალოდ ამიტომ ჩაჯდა. ეხლა სულ როტაციაში იქნება, ხო? მადრიდთან. ბარსელონა ეგეც ჯერ არის ან ოფიციალურად ზანდვორტსაც ზანდვორტი მე მგონი ჩაიხსნა საერთოდ წელს არის ბოლო და ეხლა უნდათ მე როტაციაში ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა შემდეგ სეზონებში უკვე იმდენი ბოლა ემატება რომ გონია რომ ზანდვორტი მე ძალიან მიხარია თურქეთი რომ ემატება სასწაული ერთ-ერთი ჩამოსავალეს დროს ხო ბარსელონაზე ბოდიში ერთ ვიტყვი იმას რომ რაღაც ატესტოა პლუს ამას სამივე სექტორი განსხვავებული აქვს და სამივე სექტორში გაქვს იმის საშუალება რომ ხო დატესტო მართლა მანქანა იმ დონემდე რომ საბოლოო ჯამში მიხვდე ამა თუ იმ ტრასაზე სად ხარ და მართლაც ეგრეა ეგ ცნობილი ფრაზა რომ ბარსელონაში თუ ხარ კარგი ესე იგი მთელ სეზონზე ხარ კარგი აი აქ გამოჩნდება მერსედესი ნუ ისედაც ჩანს რომ ყველა რბოლაზე თითქმის კარგი უნდა იყოს მაგრამ ბარსელონაში განსაკუთრებით უნდა გამოჩნდეს თან დაახლოებით ინფორმაცია აქვს მანქანები ესპანეთში როგორ დადის პრესეზონზე დახურული ტესტები რა იყო ნახეთ რა როგორ ყველაზე მეტი მოგება შუმახერს და ჰამილტონს აქვს 6-6 ბარსელონაში, ფერსტაპენს 4 და ჰაკინენს 3 მოგება აქვს, ეს ვისაც 3 ან მეტი მოგება აქვს და მოქმედი პილოტებიდან ალონსოს აქვს ორჯერ მოგებული ამ ტრასაზე და პიასტრის აქვს ასევე გამარჯვება ბარსელონაში. მოკლედ დაველოდოთ რა არის შენი პროგნოზი გითხარი ბარსელონაში. მე მგონია რომ მაკლარენი იქნება კარგი. შეიძლება არ მინდოდეს ამის თქვა, მაგრამ მე მგონია რომ მაკლარენი კარგი იქნება. მერსედესი კარგი იქნება. მერსედესი. ფერარი რა ფერარი და რედბული ერთმანეთში იჭდა. ხო, და მე იქნება ალპინის გასვლა. რასელმა მინდა ცოტა მოუმატოს რა. რომ ცოტა ინტრიგა შევინარჩუნოთ სეზონში და მგონია რომ რასელი რაღაცნაირად ცოტა ანუ გამოასწორებს რა. ამოიღბლობა. ალგას ხო. ხო, სადღაც უნდა დაიწყოს, ეხლა უნდა დაიწყოს, თორემ მე აზრით აღარ იქნება. ხო, რატომ ბრაზილიაში თუ ამოკაჭა მე. მეც მგონია იყოს და კაჩოს. მეც მგონია რომ რაღაცა რასელისკენ გადაიხრება ამჯერად უკვე ფორტუნა და არ ვიცი მაინც რატომღაც ბარსელონაში რასელს თვლი მეც ფავორიტად მაგრამ არ გამოვრიცხავ აი რა ჩვენ თქვი ლანდოს გასროლას და პიასტრის გასროლასაც არ გამოვრიცხავ მაკლარენი ბოლო წლებში ძალიან კარგი იყო ყოველთვის ესპანეთში რაღაც შაშა მე მგონი 7-10-ით ქონდათ პოული მოგებული ლანდო ლეკლერი და რასელი შენდა ლეკლერი მე მგონი ლეკლერს მუხრუჭების უცulis და ისევე და თუ არ უცulis და ისევე მეორე უცვლიან და მაგის მეძე ვარ ჰამილტონიც არ ჩამოუწეროთ მოკლედ ეს სეზონი ისეთია არ იცი რა მოხდება პოდიუმისთვის მაინც გვექნება ბრძოლა კი და ფერსტაპენიც არ ჩამოუწეროთ აი რედბული უფრო ავსტრიიდან თან ავსტრია ფერსტაპენს მაგრად უყვარს სახში აქ ბოლა რედბულს კი ფაქტიურად მას განახლებებით ჩავა ის ბოლო 6 კილო რაც არის დავიკლებთ და შევბერავთ მოკლედ ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგი გადაცემა გამოგვივიდა მე დაწუნებული ვარ მადლობა სტუმრობისთვის და დავამშვიდობოთ ხო მაყურებელს საოცრად არ დაგავიწყდეთ არ გამოტოვოთ ბარსელონა ეს იყო გადაცემა ბოქსები ატასთან და ლიოსთან ერთად მშვენიერ სტუმართან ერთად შეგახსენებთ ისევ და ისევ რომ გადაცემის სპონსორია ენერგია ბორჯომისგან 100% ნატურალური ენერგეტიკული სასმელი კარგად ნახვამდის ჩაო